უფალს დიდებ. ერთო. ესე იგი 2000 წლებში ქალაქ ზუგდიდში რუსთაველის ქუჩა ნომერ 101-ში მდებარე სახლი, რომელიც ეკუთვნოდა თინათი ასმათ და მანანა შენგელაიევს დაახლოებით 20 წლის განმავლობაში, 15-20 წლის განმავლობაში გამოკეტილი იყო, იქ არავინ არ ცხოვრობდა. უკანა ნაწილი თითქმის ტყედ იყო ქცეული, რომელიც ესაზღვრებოდა პოლიციას. შევიტყვი, რომ იქ ცხოვრობდა ვინმე სამტრედიელები, რომლებიც მუშაობდნენ საკოლმეურნეო ბაზარზე, ხილს ვაჭრობდნენ, მეუღლეს დათო, ესე იგი მამაკაც დათო და ქალბატონს თუ არ ვხვდები ნონა, ნანა, ესე იგი ისინი ცხოვრობდნენ ქირით. მე ამჟამად მუშაობდი კოკა-კოლას სადისტრიბუციო ქსელით ვიყავი სამეგრელოს რეგიონში დაკავებული და ეს ადგილი შევიტყვი, რომ იყიდებოდა. შევიტყვი, რომ ეს იყიდებოდა აღაუშავს. შევიტყვი, ეს სახლი იყიდებოდა. ეს შევიტყვი ჩემი თანამშრომლის ემა გვასალიას მეშვეობით. შევიტყვი, როცა სახლი იყიდებოდა, ტელეფონი გამოვართვი და მიუმართე მათ, რომ დავკავშირებოდი, დაურეკე და დაურეკე მომწეს თათული შენგელიას ტელეფონი. ჩამოვედი თბილისში, შევხვდი პირველ შეხვედრაზე მათ უთხარი, რომ შეიძლებოდა ამ სახლის ყიდვა და მაინტერესებდა მის გარშემო სიტუაციის გაგება. როდესაც მივედი თბილისში, რომ შევხვდი, იქვე აღმოჩნდა და გავესაუბრეთ და გამოვეცნაურეთ, რომ მათ შორის ერთ-ერთი მანანა შენგელა იყო ჩვენი კლასელი. ჩვენ მე და მანანა დაახლოებით 3-4 წელიწადი ვსწავლობდით ერთ კლასში ერთად. სკოლის დამთავრების მერე ის ჩვენ არ გვეკონტაქტდებოდა, კავშირი იყო ცოტა ისეთი შორს იყო ჩვენსგან, ხოლო როდესაც მივედი მათ, ჩვენ გამოვესაუბრებთ და აღვნიშნეთ, რომ ჩვენ კლასელები ვიყავით. და საკითხი დადგა ამ ეზოს ყიდვის შესახებ. მე ვუთხარი, მაინტერესებს პირობები. მათ თქვეს, რომ ამ ეზოს ყიდით ჩვენ $80,000. ეს იმ პერიოდისათვის იყო საკმაოდ ძვირი იმ ეზოსათვის, მიუღებელი და მე მათ ამაზე რა თქმა უნდა უარი ვუთხარი. მაშინ მათ გამოთქვეს სურვილი, იქნებ რაღაცით დაგვესაქმებინა ვიღაცა ცხოვრობს, რომელიც არაფერს არ გვიხდის და იქნება ეზო რამეთ დაგვესაქმებინო. მე ვუთხარი, მოვიფიქრებ რაღაცას და იქნებ ერთობლივად რაღაც გადავწყვიტოთ მეთქი. ჩავედი ზუგდიდში, მე გავიგე, რომ ისინი ამ ეზოს ყიდიდნენ არა 80-ად, 60-ად, მაგრამ ყიდველი ვერ ნახეს და გავიგე, რომ მათ შეაძლია, არის ესეთი ხაინდრავა, რომელიც მუშაობდა თათული შენგელაიას მეგობრის, თათული შენგელაიას ქმრის მეგობრის ტარიელ ქანთარიას თანამშრომელი, რომელმაც მათ შეაძლია $45,000, მაგრამ ეს მათ $45,000 არ გაყიდეს. ისევ ჩამოვედი თბილისში და მე მათ შევთავაზე, რომ თუ შეიძლებოდა აქ მოგვეწყოს სათნოების სახლი, მათი მშობლების ესე იგი სულის საოხად. რაზედაც ისინი დამთავრდნენ, ოღონდ ამ სათნოების სახლის მოსაწყობად მათ მომთხოვეს ქირა, რომ სახლი აუცილებლად უნდა დამეკირავებინა და 2002-2003 წელს ამ სახლში განთავსებული იყო სათნოების სახლი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ამჟამად
ზუგდიდის საკრებულოში მომუშავე პიროვნება და ესე იგი ჩვენ იმ პიროვნებასთან ერთად მოვაწყოთ სათნოების სახლი და სათნოების სახლის მოწყობით ესე იგი მე მათ ყოველთურად უხდიდი $150. ესე იგი ამათ მე გადავხადე $150 2 წლის განმავლობაში. 2 წლის განმავლობაში შემდეგ სათნოების სახლმა შეწყვიტა ფუნქციონირება. რაღაც მითქმა მოთქმა გამოიწვია თითქოს სათნოების სახლს მეტი გაფართოება ესაჭიროება და ესე იგი რაღაც არასასიამოვნო საუბრები ჭორის დონეზე წავიდა, ამიტომ სათნოების სახლმა შეწყვიტა ფუნქციონირება. მაგრამ მე მათ შევთავაზე ასეთი ვარიანტი ეს მათგანაც მოდიოდა ეს წინადადება, იქნებ ვინმე მოგვეძებნა, რომელიც ამ სახლს ან დაიქირავებდა, ან რაღაცით დაიტვირთებოდა, რომ შემოსავლის წყარო მათთვის ეს ყოფილიყო. აქედან გამომდინარე მე გადავწყვიტე, ეხლა სხვა დიდ საქმეს ვერ მოვკიდებდი ხელს, ესე იგი როგორც მოგახსენეთ 2001-2002 წელს, ბოდიში 2002-2003 წელს მე მათ უხდიდი ყოველთვიურად $150 და შემდეგ შევთავაზეთ ბიზნეს საქმიანობაზე. ეს იყო მათი წინადადებაც. მე მათ შევთავაზე, რომ ამ ეზოში მოგვეწყო ავტოსადგომი. ამ ეზოში მოგვეწყო ავტოსადგომი და ესე იგი გაგვეკეთებინა ეზო, მოგვეწყო ავტოსადგომი უკან სამრეცხაო დამხმარე ნაგებობებით და შევთანხმებულიყავით ბიზნეს საქმიანობაზე. მაგრამ სანამ აი ამას მოვაწყობდით, მე მათ შევთავაზე პირველი ვარიანტი, რომ თუ შესაძლებელი იქნებოდა ესე იგი უფრო დაბალ ფასში მოიხედათ ჩემთვის ეს სახლი. მათ კატეგორიულად უარი თქვეს, რომ $80,000 არც $1 არც ცენტიც არ დააკვირდებოდა. ამის შემდეგ მე მათ შევთავაზე აი ეს ბიზნეს საქმიანობა და ერთობლივად მათი წინადადებაც იყო და ჩემი წინადადებაც იყო, რომ ბიზნეს საქმიანობა გვეწარმოებინა შემოსავლის მიღების მიზნით. მაგრამ მათ შორის იყო უთანხმოება. ესე იგი ასეთი უთანხმოება, ისინი კატეგორიულად მართილებდნენ, რომ ეს არ გაეგოთ მათ ქმრებს, ფრიდონ თოდუას, ბატონ ფრიდონ თოდუას და ბატონ მერაბ დვალს. ეს არის თათული შენგელაიას მეუღლე და მანანა შენგელაიას მეუღლე, ხოლო ასმათ შენგელაიას მეუღლე არ ახავს გარდაცვლილია. ისინი ყოველთვის ამბობდნენ ამას, რომ ჩვენ არ გვინდა ეს გაიგოს ჩვენმა ქმრებმაო, იმიტომ რომ ეს არ ეკუთვნით მათო, მათ არაფერი არ ესაქმებათ ამ სახლშიო, ეს არისო ჩვენი მშობლიური სახლი, ეს ბებიამ ჩვენ ანდერძით დაგვიტოვაო და ანდერძის ამებ რო გაიყიდება, ეს ჩვენი სამიდის საკუთრება არისო. სინამდვილეში ანდერძი ჩვენ გვანახეს და ანდერძის საფუძველზე მოხდა ამის შემდეგ ჩემთან მინდობილი მესაკუთრის დოკუმენტის მოცემა. და ჩვენ შევთანხმდით, ესე იგი გვეწარმოებინა ბიზნეს საქმიანობა. მაგრამ ვინაიდან და ეს უნდა ყოფილიყო ეს საქმიანობის დაწყება მათი მეუღლეების გვერდის სავლით, ესე იგი სანამ არ დავიწყებდით ამის შესახებ ფრიდონის არაფერი თოდუას, ბატონ ფრიდონ თოდუას და ბატონ მერაბ დვალს არაფერი არ უნდა გაიგო. ეს რატომღაც მე მიჩნდებოდა ყოველთვის, მაგრამ რას ვიფიქრებდი, რომ ამათ შორის იყო ასეთი არასასიამოვნო დამოკიდებულება. მე ავდექი და ბიზნეს საქმიანობა რო შევთავაზე, აი ეს რომ მარტივი ტიპის სამრეცხაო, ავტოსადგომი, სამრეცხაო და ეს ტერიტორია თვითონ გადაგვექცია ავტოსადგომად. ვინაიდან ეს იყო ქალაქ ზუგდიდში, ცენტრალური საკოლმეურნეო ბაზის მოპირდაპირე მხარე, ქუჩა გადატვირთული იყო, ავტომანქანების სადგომი არ იყო, ამიტომ მე ვუთხარი, რომ ერთადერთი რაც ეხლა იმუშავებს 2003-2004 წელს, ამ პერიოდისათვის იქნებოდა მხოლოდ ავტოსადგომი და ავტოსამრეცხაო. ისინი დამთანხმდნენ, მაგრამ მათ შორის მოდიოდა უთანხმოება. თუ არ გაამართლა, მაშინ ჩვენ რა ვქნათო. იმიტომ რომ ეს საკითხი წამოიჭრა მაშინ, როდესაც მე მათ ვუთხარი, რომ აუცილებლად უნდა სახლი დანგრეულიყო. სახლი დანგრეულიყო, ვინაიდან თუ სახლი არ დაინგრეოდა, ეს საკმაოდ დიდი მოცულობის სახლი იყო, იქ იმდენი ადგილი აღარ რჩებოდა, რომ სახლის უკან ავტოსადგომი მოგვეწყო. სახლი უნდა დანგრეულიყო და ასევე ზოგიერთი
დამხმარე ნაგებობები, რომლებიც ძალიან ძველი დროის აშენებული იყო და ისინი არ ექვემდებარებოდა რამე კაპიტალურ აღდგენას. როდესაც სახლის დანგრევაზე მიდგა საქმე და უთხარით რომ ჩვენ სახლი თუ ამას გადავწყვიტავთ, ჩვენ სახლი უნდა დავანგრიოთო, მაშინ მოდიოდა შიგნით უთანხმოება, ჩვენ რო სახლი დავანგრიოთო და მე მარტო ეზო შევჩესო, მაშინ ჩვენ რა უნდა ვქნათო? ფაქტიურად ხომ ვერ გავყედითო. ესე იგი გამოვა რომ შენი ბიზნეს საქმიანობა თუ არ გაამართლებდა პირველი შემთხვევა ჩემი ავტოსადგომი თავისი სამრეცხაოთი და ესე იგი დავიშლებოდით, მაშინ ისინი ამბობდნენ პრეტენზიას წამომიყენეს რომ ჩვენ რა ვქნათ, მაშინ დავრჩება უსახლო ეზო და ამას მე საერთოდ ვერ გავყედითო. მაშინ მე მათ შევთავაზე ასეთი წინადადება. კონკრეტულად ვაფიქსირებ რომ მე მათ შევთავაზე. ესე იგი ჩვენ გვეწარმოებინა ამ ეზოში, ესე იგი ავტოსადგომი და ავტოსამრეცხაო დანგრეული იყო სახლი, იმიტომ რომ ასაღები იყო ეს საუკუნეზე მეტი ძალიან ძველი სახლი იყო, თუ ეს მათი სურვილს შეესაბამებოდა და ისინი თანახმანი იქნებოდნენ, მაშინ დამისვეს კითხვა, თუ ჩვენ ბიზნეს საქმიანობა არ მოგეწონა, მაშინ რა ვქნათ, შევჩება დანგრეული სახლი. მე ვუთხარი, ქალბატონო თათული ასმათი და მანანა, მე დავიწყებ ავტოსადგომის მშენებლობას. ოღონდ უნდა მქონდეს თქვენთან რაიმე დოკუმენტი, რომ მე მაქვს უფლება იქ საქმის წარმოებისა. ეს პირველი. მეორე, მე თქვენთან უნდა მქონდეს აუცილებლად თანხმობა სახლის აღებისა. და მესამე, თუ არ გაამართლებდა ბიზნესი, ბიზნესზე შევთანხმდით ასეთნაირად. მე დაახლოებით სავარაუდოდ გავთვალე, რომ იქ უნდა დამეხარჯა 15-დან 25,000 დოლარის შემესრულებინა სამუშაოები. ხოლო ესენი აკეთებდნენ და ესენი ამათ ყიდიდნენ ეზოს 80,000 დოლარად. მაშინ შეფარდება გავაკეთეთ ასეთნაირად. მე და შევთავაზე. ვინაიდან თქვენი ეზო უფრო მეტი ღირებულების არის თქვენ რომ ყიდით და მე დავხარჯავ მაქსიმუმ 25,000 დოლარს, ამიტომ მოდი თქვენ თუ წინააღმდეგი არ იქნებით, გავაკეთეთ ასე. მოგების 60% იყოს თქვენ სამიდის, ხოლო 40% იყოს ჩემი. რაზედაც მე მათგან ოფიციალურად თანხმობა, ესე იგი სიტყვიერად თანხმობა მივიღებ. ეხლა ჩვენ შეთანხმებული ვიყავით, რომ ესე იგი მათი ეზოს სანაცვლოდ, ესე იგი მათი ეზოს წარმოებული საქმიდან მიღებული შემოსავლის 60%-ს მიიღებდნენ სამიდები, ხოლო 40%-ს მე. მაგრამ მე არ გამოსდა არავითარი დოკუმენტი, მე არ გამოსდა არავითარი უფლება მან მეწარმოებინა სამუშაოები. ამიტომ თხოვე მე რომ ისინი ჩამოსულიყვნენ და აი ეს დოკუმენტი მოეცათ ჩემთვის. და 2004 წლის 20 მარტს სამივე დები ჩამოვიდნენ ქალაქ ზუგდიდში და გამიკეთეს ნოტარიუსი მადონა სახოკიასთან მინდობილი მესაკუთრე, სადაც ესე იგი უფლებას მაძლევენ რომ შემდგომში საკუთრების მიმდობნია წინამდებარე მინდობილობით ბატონ თემურ ხორშიას. ესე იგი მინდობილი მესაკუთრის უფლება მომცეს და ეს ნოტარიულად დამტკიცებული აღარ გამაჩნია. მე ამ მინდობილი მესაკუთრის უფლებით დავიწყე საქმიანობა, მაგრამ იმ დღეს, როდესაც ეს მინდობილი მესაკუთრის დოკუმენტი მომცეს, ჩვენ ამაზე გაგვაჩნია ვიდეო ფირი, სადაც ისინი აღნიშნავენ, რომ იქ ამ მინდობილი მესაკუთრის მოცემის დღეს ჩვენ მოვიწვიეთ მეუფე გერასიმე, ჩვენ მოვიწვიეთ მამა ზაბულონი, ზუგდიდის ცარის ეპარქიის მეთაური, მამა ზაბულონი, აკურთხა მეუფე გერასიმემ, ჩვენ გადმოგცა მაშინ მეუფე გერასიმემ ამ სახლში შიგნით ჩემო ბატონო ხატი, ღვთისმშობლის ხატი, ვაკურთხეთ ჩვენი სათნოების სახლი, როგორც სათნოების სახლი და იქვე გამოდის ჩვენ გაგვაჩნია ვიდეო მასალა, სადაც ისინი აღნიშნავდნენ და მოძღვართან და ჩვენს მეუფე გერასიმოსთან, რომ ეს სახლი მათ გადასცეს, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას, კერძოდ ცაიშის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარს, მამა ზაბულონს. და ფაქტიურად ამით დაიწყო ჩვენი საქმიანობა. ეს სახლი უნდა წაგვიღოთ ცაიში, მამა ზაბულონისთვის უნდა მამა ზაბულონს გადაეცა საჩუქრად, ხოლო ტერიტორია მე უნდა მომესუფთავებინა და დამეწყო ავტოსადგომის და ავტოსამრეცხაოს მოწყობა. აი ასე დავშორდით, ამის შემდეგ ჩვენ
ვიტრაპეზეთ, ესე იგი ვიტრაპეზეთ ერთ-ერთ ოჯახში, ესენი წამოვიდნენ თბილისში და ჩვენ დავრჩით აი ასეთი, ესე იგი 2004 წლის 20 მარტს მე თემურ ყორშიას უნდა მეწარმოებინა ამ ეზოში ავტოსადგომის მოწყობა, ხოლო მამაზაბულონს უნდა ნაჩუქარი იყო მათი სახლი. მამაომ რამოდენიმე დღის შემდეგ მოიყვანა ხელოსნები, დაათვალიერეს ეს სახლი, მაგრამ ხელოსნებისთან საუბრის შემდეგ მამაომ უარი განაცხადა ამ სახლის წაღებაზე. ვინაიდან ხელოსნება განმარტეს, რომ ესე იგი ამ სახლს ერთ-ერთი ჩვენი მრევლის ზურაბის სახელი მახსოვს ერიამან, ესე იგი განმარტეს, რომ ეს იყო ძალიან ძველი სახლი, თუ ასე იდგმებოდა კიდევ დიდხანს შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ როდესაც დაიშლებოდა, ის ძალიან დაჭიანებული იყო და მისი აწყობა იქნებოდა შეუძლებელი. ამიტომ მამაომ ეს სახლი არ წაიღო. მე რამოდენიმეჯერ მივმართე მათ, რომ ეს სახლი რომ ეს სახლი ვინმესთვის მიეცათ ან წაიღოთ, მათ მითხრეს, რომ ჩვენ ამ სახლიდან არაფერი არ გვაინტერესებს, ეს ძალიან ცუდ ასოციაციას იწვევს ჩვენშიო, პირიქით გვაღიზიანებსო, ვინაიდან ამ სახლში რამოდენიმე წლების უკან მოკლული იქნა მათი დედა, ქალბატონი სერგი შენგელაია დედის სახელს ვერ ვიხსენებ სამწუხაროდ, ესე იგი და ამიტომ ისინი ამბობდნენ, რომ მათ არ აინტერესებდათ ამ სახლიდან არაფერი. ერთადერთი გადაარჩიეს მათ წიგნები, გადაარჩიეს მათ წიგნების კარადა, ხოლო დანარჩენი რაც კი იყო ყველაფერი უნდა დამეწვა ან გამენადგურებინა, მაგრამ საბედნიეროდ მე დღეს ზოგიერთი მათი ნივთებიც კი შემონახული მაქვს და შენახული მაქვს საწყობში. დავშალეთ სახლი, რა თქმა უნდა, თუნუქი იყო ძალიან შეჭმული ზემოთ და ის უვარგისი გამოდგა. ეზოს ნაშალი დღესაც მაქვს შენახული, ბალკები, ფიცრები ძალიან დაჭიანებული იყო და ბალკები და ფიცრები დღესაც მაქვს შენახული. რამოდენიმეჯერ ვუთხარი მე მათ ამათ შესახებ სასიმინდე, რომელიც იდგა დღესაც შენახული მაქვს მე, თუ სურვილი აქვს შეუძლიათ დღესაც წაიყო. დანარჩენი ყველაფერი არაფერი არ გვაინტერესებს. თბილისში ხა სასიმინდე სად დავიდგამთო, ან რამე სად გავიდამთო და ეს სახლი დავშალეთ. ვინაიდან ავტოსადგომი უნდა მოგვეწყოდა. აქაც არის, რომ აი მინდობილ მესაკუთრეში ავტოსადგომის და დამხმარებლების გასამართლად. როგორ შეიძლება სახლი ყოფილიყო, თუ ავტოსადგომი მომეწყო, ეს მათთან შეთანხმებული იყო. როდესაც დავშალეთ სახლი და ავტოსადგომს მოწყობისთვის მიმდინარეობდა სამუშაოები, ამ დროს უკრაინიდან ჩამოვიდა ჩემი მეგობარი. ეს იყო 20 მარტს და ზაფხულის პერიოდში ივლისში ჩამოვიდა ჩემი მეგობარი და მან მითხრა, რომ თემური ეს საკმაოდ კარგი ადგილი არის ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, თუ შენი კომპანიონები დაგთანხმდებიან ამ ავტოსადგომით, აქ არაფერი 4 კაცის გასაყოფი რა უნდა იყოსო და თუ ის არის სავაჭრო ცენტრი გავაკეთოთო. მაგრამ სანამ ამას ვიტყოდი, მე მანამდე მინდა აღვნიშნო, რომ თუ ავტოსადგომი არ გაამართლებდა, ეს ყველაფერი დღემდე იყო სიტყვიერი ჩვენ შეთანხმება, მარტო მინდობილი მისაკუთრე მომწეს მათ ოფიციალურად. დანარჩენი იყო ჩვენი სიტყვიერი შეთანხმება. და მე აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თუ ავტოსადგომი არ გაამართლებდა, მაშინ ესე იგი ამ გოგებმა თქვეს, ჩვენ დანგრეული სახლის შევრჩება და ჩვენ რა ვქნათო. რითი ავინაზღაუროთ ჩვენი $80,000. ჩვენ სიტყვიერად შევთავაზეთ, რომ თუ მათ ჩემს მიერ მათ საკუთარ ეზოში განხორციელებული საქმე არ მოეწონებოდათ, მაშინ მე დავპირდი, რომ რომელ დღესაც მეტყოდნენ, რომ დღეიდან ჩვენ მიღებული შემოსავალი და თქვენი საქმიანობა, ბიზნეს საქმიანობა არ მომწონს მეტყოდნენ, იმ დღიდან უკლებლი უნდა გადამეხადა $80,000 4 ეტაპად, კვარტალურად, ყოველ კვარტალში $20,000 და როდესაც ბოლო მეოთხე კვარტალში $20,000 გავესტუმრებდი, მაშინ ეს სახლი კარი, აი ეს უკვე ეზო გადმოფორმებული იქნებოდა ჩემს სახელზე. ესე იგი საბოლოოდ შევთანხმდით ჩვენ ასე, რომ
ესე იგი თუ მათ ეს არ მოეწონებოდათ, მე უნდა გადამეხადა $80,000 და გადამიფორმებდნენ. ამით დაიწყე ავტოსადგომის მშენებლობა, ამით დაიწყე სახლის დაშლა, ამით დაიწყო მშენებლობა, მაგრამ უკანა მხარეს უпроსტად ეზოდან ფასადიდან მარცხენა მხარეს ღობე იყო ჩანგრეული და სხვას მიტაცებული ჰქონდა დაახლოებით 100 კვადრატული მეტრი ფართობი. მე გავაკეთე ნახაზები, ეს იყო ეგუტია ჩვენს მარცხნივ ამ ეზოში მარცხნივ მოსახლე, ბევრი საბუთები მოვაგროვეთ ყველაფერი და ოფიციალურად დაუდასტურეთ ნახაზებით, აზომებით, რომ მას ეს უნდა აქედან მიტაცებული ჰქონდა ეს ღობეწყლობით მოშლილი ღობე იყო და ჩემი ინიციატივით და ჩემი დახმარებით მე მათ დაახლოებით 100 კვადრატული მეტრო. სულ არის 1675 თუ არ ვცდები, ეხლა მინდა ზუსტად გითხრათ, ესე იგი მათი შენატანი არის ამ ხანაგობაში მხოლოდ ეზო, რომლის ფართი შეადგენს 1500, ეხლა უკაცრავად ძირთად ხელშეკრულება. ხელშეკრულებაში $1576 კვადრატული მეტრი. ამ 1576 კვადრატულ მეტრში ჩემი ინიციატივით ყველა დოკუმენტები არის საჯარო რეესტრში, რომ ჩემი ინიციატივით იქნა დაბრუნებული 100-მდე კვადრატული მეტრი ფართობი. ერთი სიტყვით შევუდექი მე საქმიანობას, მათთან შეთანხმებულად მინდობილი მესაკუთრე ამ დროს ჩემთან ჩამოდის ზაფხულის პერიოდში უკრაინაში ცხოვრები, ზუგდიდელი ბიზნესმენი ზურაბი ჩხაპელია, რომელმაც დაათვალიერა ჩემი საქმიანობა და მან მითხრა: თემურ, თუ ეს ტერიტორია შენი კომპანიონები წინააღმდეგი არ იქნებიან, ეს ავტოსადგომი აქ არაფერს არ მოგცემს. ამ ავტოსადგომში მიღებული შემოსავალი 4 ხაზზე გაყოფილი რა უნდა იყოსო და შემომთავაზა იდეა, რომ აქ აგუშინებინა სავაჭრო სახლი, სავაჭრო ობიექტი. მე რა თქმა უნდა წამოვედი და მათ შევთავაზე ეს ჩემი წინადადება. რომ შევთავაზე ეს ჩემი წინადადება, მათ ეს მოიწონეს. რა თქმა უნდა, სამრეცხაოს ჯობიაო და ერთმანეთში კიდე დააფიქსირეს, რომ ესე იგი თუ არ და მაშინა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, თუ არ მოგვეწონება, მაშინ შენ გადაგვიხდი 80,000. მე დიდი სიამოვნებით ვიყავი დათანხმებული, თუ მათ ეს ჩემი წინადადება არ მოეწონებოდათ, მაშინ ესე იგი უნდა გადაგვიხადა ჩვენ $80,000. აბა კიდევ ერთხელ მოვსინჯეთო, დაიწყო ავტოსადგომი, სავაჭრო ცენტრიო და მე აქვე მინდა დოკუმენტები მოვიშველიო, რომ 2004 წლის, ესე იგი წლის ბოლოსათვის გავაკეთეთ ჩვენ აი ესეთი ესე იგი პროექტი, ეს მათი ინიციატივით იყო სავაჭრო სახლი ტრიო. სავაჭრო სახლი ტრიო იმიტომ დაარქვეს, რომ ესენი სამიდები იყვნენ და თქვეს, რომ ჩვენ სამიდებია, ჩვენი მშობლიური სახლი არისო და თუ შეიძლებოდა ეს სახლი მათ მიერ არის შერჩეული. და სავაჭრო სახლი ტრიო ღირებულება, ესე იგი ხაშტახუცის ღირებულება მაშინ შეადგენდა 26,086 ლარს. ეს უნდა გაგვეკეთებინა, ესე იგი აი ამ ხაშტახუცის 26,086 ლარის ხაშტახუცის სავაჭრო სახლი. მისი სურათი არის, აი ზოგიერთი ნაწილი შეიძლება და გამოგვიყენებინა და ადგილობრივი აი მუშა პროექტი არის ამ სავაჭრო ტრიოსი. დავიწყეთ სავაჭრო ტრიოს მშენებლობა. და უკვე გამოჩნდა პირველი კონტურები, მშენებლობის პირველი კონტურები. ეს რა თქმა უნდა იყო მათთან შეთანხმებული, ეს იყო ყველაფერი მათთან მოლაპარაკების საფუძველზე, ოღონდ ჩვენ
არაფერი არ გაგვაჩნდა გარდა მინდობილი მესაკუთრის გარდა. ჩვენს ურთიერთობას მხოლოდ 2004 წლის 20 მარტს დადებული მინდობილი მესაკუთრის გარდა არაფერი არ გაგვაჩნდა. მაგრამ აქ წლის ბოლოს წარმოიშვა, როდესაც ტრიო სავაჭროს სახლი გავაკეთებინე მუშა პროექტი და როდესაც უკვე ვანახე მუშა პროექტი, უკვე დაიწყო ჩემს მიმართ არასწორი მოქმედებები და რაში გამოიხატა. ერთხელ მიბარებენ თბილისში და ჩვენ არ მოგწონს რომ ეს მინდობილი მესაკუთრე რო წერია აქო. შენ რატო უნდა იყო ჩვენი სახლის მესაკუთრეო? მე ამის გარდა არანაირი დოკუმენტი არ გამაჩნდა, მე უკვე ნაწილობრივ სამუშაოები დაწყებული მაქვს და მეუბნებიან მინდობილი მესაკუთრე არ გვაწყობს ჩვენ შენ და თავაზობდნენ. მე დღეს აქ მაქვს ის ფურცელი, ესე იგი აი ეს ფურცელი, რომელთაც მოუფიქრებიათ, რომ ესე იგი ამოღებული არის, აი მე სპეციალურად შემიძლია ეს ოღონდ აქ როგორ გამოჩნდება არ ვიცი, მაგრამ დოკუმენტები გამაჩნია, მე წითლად მაქვს გახაზული. აი ეს მინდობილი მესაკუთრე ამოუღიათ და ესე იგი ჩემი ვადა აქ განსაზღვრული არ იყო მინდობილ მესაკუთრეში, სადაც წერია ჩვენს კუთვნილ ტერიტორიაზე ავტოსადგომისა და დამხმარე ობიექტების გასამართლებლად მაძლევდნენ მინდობილ მესაკუთრეს. ამაში ამ ხელსაწერს სამივედები, ამაში ამოღებულია ეს და საჭირო ამ დავალების შესრულებასთან ესე იგი აქ მაძლევენ სავაჭრო ცენტრის მოსაწყობად იყოს ჩვენი. თავასობდნენ, მე ამაზე ხელი არ მოუწერე, მხოლოდ მინდობილი მესაკუთრე ამოღებულია და აი ამაზე ეთქობა ვიღაცამ კონსულტაცია გაუწია და აი აქ უკანა გვერდზე ეწერა, რომ ესე იგი გასაკეთებელია ხელშეკრულება განზრახულობათა შესახებ ბატონ თემურ ხორშიასთან სასურველია გავაფორმოთ თბილისის ნოტარიუსთან. ეს მაგიდაზე, აი ამას რომ თავაზობდნენ, ეს მაგიდაზე მე ჩემს დოკუმენტებთან ერთად თან წამოვიყოლ. ეს მათ არ იცოდნენ, ესე იგი უკვე 2004 წლის ბოლოს ეთქობა მოილაპარაკეს და სავაჭრო ცენტრის მშენებლობის იდეამ, რომელიც ჩემი და ჩემი მეგობრის იდეა იყო, ეს იდეა მათ ეთქობა უნდათ რომ გაეხსნა და ფაქტურად ამით დაიწყო იდეის ესე იგი ჩემი იდეის მითვისება და უკვე ჩემი ობიექტიდან გაგდება. მე ვეუბნები სამშენებლო სამუშაოები დაწყებული გვაქვს, საქმე აქამდე მიყვანილია, რაღაცები ხდება და ახლა როგორ მეთქი, მე ხომ ეს სამუშაოები არ დამიწყე ჩემი ინიციატივით, ჩემი უჩემოდ მე ხო არ შევსულა მე ვთქარი თქვენს ეზოში, ახლა სამუშაოები დაწყებულია და თქვენ თუ არ გაწყობთ ჩემი საქმიანობა და არ მოგწონთ, ჩვენი ურთიერთშეთანხმება იყო $80,000 უნდა გადაგიხადოთ, ჩვენ თანახმოვართ გადაგიხადოთ ეტაპობრივად $80,000 და ჩვენ თქვენ წახვალთ და გადაგიფორმეთ მეთქი. ეს სულ ხდება რაღაც 9 წლის განმავლობაში. აქვე მინდა მოგახსენოთ, რომ ამ წელს მომიწია ოპერაციის გაკეთება. ესე იგი ჩემი დაბადების დღე არის, ზუსტად მახსოვს, იმიტომ რომ 2004 წლის 9 მარტს, დაბადების დღე არის 9 მარტს და 8 მარტს მომიწია ოპერაციის გაკეთება. ოპერაციის გაკეთების გამო მოხვდი ქალაქ თბილისის ნომერ 1 ქირურგიულ განყოფილებაში. ურეკავ ეგრეთ წოდებულ ჩემს კომპანიონებს, სადაც ერთობლივად რაღაცას ვაშენებ. ესენი არიან თბილისელები, ესენი არიან ექიმები, მათ შორის ერთი აკადემიკოსი აქვს, მეუღლე, სამი პროფესორი. სულ 5 არიან და მეოთხარი თბილისში ხვდები, ეხლა რა თქმა უნდა მე არაფერს არ ვთხოვდი, მაგრამ მაინც ვინაიდან თბილისში მე სტუმრად ვიყავი ჩამოსული, ესენი მე უფრო ზუგდიდში ვცხოვრობდი, ესენი თბილისელები იყვნენ, შევეცადე რომ მაინც რაღაც რეკომენდაციის სახით რაღაცა გაეწიათ. არანაირი ყურადღება, მიუხედავად იმისა, რომ მანანა შენგელაია ჩემი კლასელია, სამომთხრობოში არც ერთმა ისედაც არ მომაკითხა, არც დამირეკეს და უფრო მეტიც სამომთხრობოდან ახალი გამოსული მიბარებენ სახლში, ეს უკვე მე რამდენი დაბარებაა, სულ 107-ჯერ ვარ ჩამოსული ამათ დაბარებით თბილისში და მიბარებენ სახლში და მეუბნებიან, რომ უკვე ამ შეხვედრაზე არის ბატონი ფრიდონი თოდუა, მეუღლები თურთ, ბატონი მერაბი დვალი, ესე იგი თათული მანანა და ასმათი შენგელაიები
და უკვე ჩვენ შორის მიმდინარეობს ძალიან დაძაბული საუბარი. მე მიყენებენ პრეტენზიას, რომ შენ თურმე რაღაც პრობლემები გაქვს, შენ თურმე კაქცეული ხარ ზუგდიდიდან, იმალებოდი თბილისში, ჩვენ არ გვაწყობს შენნაირ კომპანიებთან კომპანიონობა და ძალიან ისეთი საუბარი, არასასიამოვნო საუბარი. ეს იქიდან იმის შემდეგ, რომ ნახეს, რომ აქ პროექტით შეიძლება სავაჭრო სახლების მშენებლობა, აქ უკვე პერსპექტიული იდეა განვახორციელეთ ჩვენ და როდესაც ამ იდეას შეხედეს, უკვე ესენი ცდილობდნენ, რომ ეს ჩემი იდეა წაერთვათ. ამ შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ მე ახლა ეს სინამდვილეში არ შემიძლია დავადასტურო, მაგრამ გამოიკვეთა, რომ მე ეს უკვე შემდეგ მომავალში დავამტკიცე, რომ ფრიდონის ძალიან არ უნდა და ბატონ ფრიდონ თოდუას იქ ჩემი თანამშრომლობა და ჩემი ეზოში ყოფნა. მე მაშინ განვამარტე, ბატონო ფრიდონ, მე მევთხარი, თქვენ ეხლა ჩაერთეთ, ეს ყველაფერი ხდებოდა თქვენი და მერაბის, ესე იგი, სიქმრების გარეშე. ამას თვითონ ქალბატონები ასე ისურვებდნენ, მევთხარი და მე მევთხარი, თქვენ ეხლა რომ მეუბნებით, რომ დაანებეთ თავი, როგორ უნდა დავალებო მეთქი, რომ უთხარი ის მეუბნებოდა, ну и что ж, какой у вас между вами документ, ესე რუსულად მითხრა. მე ვთხარი, ჩვენ კლასელები ვართ და სიტყვიერი შეთანხმება გვაქვს ერთმანეთთან მეთქი, რომ მანანა ჩემი კლასელები და თქვენ ესე იგი პროფესორები ხართ და აკადემიკოსები და თქვენს ოჯახს მე ვენდეს სიტყვიერად, ჩვენ არის ეს მეგობრული შეთანხმების საფუძველზე და ეხლა აცი უნდა განვახორციელოთ документы თუ საჭიროა და მე მგონი აუცილებლად საჭირო არის მეთქი. Потом придони машине мипасуха, ну это ваши слова, это все постельный разговор. Я так с женой разговариваю в постели. Ситуация махсус эсром ასე მიპასუხა. მე ძალიან უხერხულად მივიგზავნე თავი, მაგრამ იზოლებული ვიყავი, რომ მაინც მომეთქინა, მერიდებოდა ძალიან და ხედავდი, რომ ჩემს მიმართ анхорцелебда зецолас. Да, машина тха, ну ладно, я приду там, посмотрю, что ты там построил, потом поговорим. Я с тобой хочу поговорить туда. Айсу русули саубрит, айсе мелапарекебода, ჩვენ დავშორდით ერთმანეთს, დავშორდით იმ პირობით, რომ ფრიდონი და ესენი და ქალბატონები ჩამოსულიყვნენ ზუგდიდში და ჩემთვის ენახათ რა მაქვს გაკეთებული. ამ დროისათვის ჩვენ საკმაოდ ესე ეზო სახლის მთლიანად არ იყო, მაგრამ ნაწილი დაშლილი ჰქონდა, ეზო მოწმენდილი ჰქონდა, ჩატარებული ჰქონდა აი ამ მიმატების სამუშაოები, ფართობთან იყო დაკავშირებული და როდესაც ჩამოვიდა ბატონი ფრიდონი, დაათვალიერა ქალბატონებთან ერთად მარტო გამიყვანა და მეთქა, ну что ты такое тут построил? რა გაქო ეკო? მოტანილი გაქო 1.50 სიმკარიო. სიმკარი რა ღირს ზუგდიდშიო? 50 лари. Это твои 50 симкаров, 2500 лари. На тебе 5000 лари даю и убирайся отсюда. Я вот ხარი ესე არ გამოვა. ჩვენ გარკვეული სამუშაოები შესრულებული ჰქონდა, ჯერ მარტო 15000 დოლარი დაჭდა ეზოს და სახლის დაშლის ნაწილის სამუშაოები შესრულებული ჰქონდა, ჩემო ბატონო და ასევე შეძენილი ჰქონდა მასალები, რომლებიც აი ავტოს მოიკასთან იყო დაკავშირებული და ეგ გარკვეული ხარჯვითი ნაწილები გაწეული ჰქონდა. მე ვთხარი ბატონ ფრიდონ ეს ასე არ გამოვა, მაშინ დადეთ ხელშეკრულება ერთმანეთთან და ამ ხელშეკრულების საფუძველზე ითანამშრომლეთო. დაიწყო ჩვენი ხელშეკრულების დადება. ესე იგი და მითხრა, что такое это 28 000, ეს არ არისო საკმაოდ ისეთი ეს რა ობიექტი უნდა იყოს და თუ ააშენებთ ცოტა ნორმალური ობიექტი ააშენეთო. მე ესე იგი ჩემს მიმართ ხორციელდებოდა და ზეწოლა სისტემატურად ეს ამბები იქნა ჩემს მიმართ გატარებული, ამიტომ ვერიდებოდი თავს და ყველანაირად ვცდილობდი რომ როგორმე დამერგულებინა ურთიერთობა. ამავე დროს მიმდინარეობდა სამუშაოები და ამით დამთავრდა 2004 წლის წელი. 2005 წლისათვის უკვე ჩვენმა მათი სურვილისამებრ და შეთანხმებით ჩვენმა სავაჭრო ცენტრმა მიიღო ძალიან სოლიდური სახე. ისევ ჩამოვიდა ჩემი მეგობარი, მითხრა რომ რახან ასე
გთხოვენ, კარგად დააშენეო, მე ზეწოლას განვცდიდი, მითხრეს რომ ობიექტი აუცილებლად უნდა იყოს თანამედროვე ტიპის, ამიტომ აიძულებული გავხდე, რომ ახალი პროექტი გავუკეთებინა და გვემუშავა ახალი პროექტი თანამედროვე სტილით. თანამედროვე სტილით ამასობაში მიმდინარეობდა ჩემს მიმართ ზეწოლა. მიმდინარეობდა ზეწოლა ასეთი ფორმით. ერთ დღეს დამიბარა ბატონ ფრიდონ თოდუამ, რომ აი ხელშეკრულების დროს თქვენ გაითვალისწინოთ უნდა თქვენ ბიზნესი არ იცით, თქვენ ხელშეკრულების დადება არ იცით და ამიტომ ჩემთან მოდი და რაღაცები მოვილაპარაკოთ. მოვილაპარაკეთ, ამავე დროს ამ მოლაპარაკებამდე მიდიოდა როგორი ურთიერთობით უნდა გვეწარმოებინა, ესე იგი აღნაგობის ხელშეკრულება გადაგვედო, თუ იჯარის ხელშეკრულება, თუ გირავნობის თუ რა იყო, აქ საშუალოდ ყველა დაახლოებით 6-7 ადვოკატს დაეკითხნენ, მაგრამ ყველამ გვირჩია რომ გავუკეთებინა ამ ხანაგობა. როგორც მათ სურდათ, მე მაქვს მათ მიერ შემოთავაზებული ხელშეკრულება, რომელზედაც ერთ-ერთმა მათ მიერ შერჩეულმა ადვოკატმა დააწერა, რომ ეს არის იმპერატიული ხელშეკრულება, ძალიან მიუღებელი ხელშეკრულება. ასევე მე მინდა აღვნიშნო, რომ ბატონ ფრიდონ თოდუამ დამიბარა თავის სამსახურში და მეუბნება აუცილებლად მოდი 215 წუთი დააკლდებაო. რა ძალა მქონდა მე მიბარებს, აკადემიკოსია, თან ჩართული ვარ ამათ საგვარეულო საქმიანობაში, მივედი და კატეგორიული გაფრთხილება მომცა რომ 215 წუთი დააკლდება, მე მასთან მივსულიყავი. მივედი სამსახურში, რა თქმა უნდა, გაფრთხილებული ყოლია, როგორც კი მოვა თემურ ყოლშია, მე მაცნობეო. მას კიდე სხვა ვიღაცები ელოდებოდა თანამშრომელი, მაგრამ მე მაშინათვე შემიყვანეს კაბინეტში, შემიშვა თანამშრომელმა მომესალმა ჩაით გამემასპინძლა და მითხრა, აქ დავბრძანდიო, პატარა საქმეებით ვარ დაკავებულიო, ამას მოვისტუმრებ და მე ჩვენ დავждეთ და მოვილაპარაკოთ ხელშეკრულების და ურთიერთთანამშრომლობის ფორმაზეო. მე რა თქმა უნდა ჩამოვჯექი. ამ დროს მოვიდა მათი თანამშრომელები და იქ საუბრობდნენ, რომ ისინი მიდიოდნენ ამერიკაში, უნდა შეეძინათ რაღაც ახალი დანადგარები, ხოლო ეს ძველი დანადგარები, რომლებიც მას გააჩნდა, ეს დანადგარები უნდა შეეცვალათ ახლით. და ეს მახსოვს იმიტომ, რომ ამ პერიოდის შემდეგ დაახლოებით სულ რაღაც თვენახევარ 2 თვეში ბატონ ფრიდონ თოდუა ცხინვალის რეგიონს აძლევს თავის მიერ გამოცვლულ დანადგარებს. ესე იგი, როგორც მე ვასკვნი, ესე იგი მათ შემოიტანეს ახალი დანადგარები, ხოლო ეს ძველი დანადგარები გადასცეს ცხინვალის რეგიონს. ამ დროს მდივანი შემოდის და ეუბნება, ბატონო ფრიდონ, სტუმარი მოვიდაო და მე ვთხარი ხა ბატონო და წამოდგა, მოვიდა შემოუშვე. მე ავდექი და ვთხარი ბატონო ფრიდონ, თქვენ თო სტუმარი გელოდებათ, მე გარეთ გავალ დაგელოდებით მე. არა, საჭის, ты меня не мешаешь, ესე მითხრა. და ამ დროს შემოდის ძალიან ესე იგი საშუალო სიმაღლის ასაკოვანი ქალბატონი და გადახვია ბატონ ფრიდონის გადახვია და როდესაც გადახვია და მოაცილებდა ჩემსკენ გამოიხადაო და ასე მანახა ხედავო ჩემთან ვინ დადისო ნუ მე რა თქმა უნდა არ ვიცოდი ვინ არის მე მაშინაც არ ვიცოდი ვინ იყო მე გავიგე მე როცა ეს ქალბატონი წავიდა ესე იგი ქალბატონმა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადა ანალიზებისათვის ჩაუტარებია როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი და მოართვა ესე იგი საშუალო სიმაღლის ქალბატონი იყო ძალიან დიდი ბამბანერკა მოქონდა რომელიც ედო ცელოფანში გადასცა ფრიდონის და უთხრა აი ეს ბატონო ფრიდონ თქვენგან ჩემგან თქვენ საჩუქრადო ცოტა ხანი ისაუბრეს მე ბატონ ფრიდონი ეს გააცილა აი ამ შუალედში კიდევ ერთხელ შევთავაზე ფრიდონის რომ მივანიშნე მე ხო არ გავსულიყავი მაგრამ მან უარი მითხრა და ლაპარაკში დავასვენი რომ ეს ვიღაცა პიროვნების ესე ძალიან ისე ექცეოდა ფრიდონი თუდვა რომ ძალიან საპატიო პიროვნების ახლობელი ოჯახის წევრი იყო ნუ დაახლოებით 20 წუთის 25 წუთის ჩემი ლოდინის აქ კაბინეტში ყოფნის პერიოდში ისინი საუბრობდნენ ამ პერიოდში არავინ არ შემოსულა მე გააცილა ქალბატონი შემოვიდა და მე მეუბნება ვიდიშ კაკე у меня гости ჩემთან დადიანო და მე ვთხარი
ეს პრეზიდენტის ბატონ მიხეილ სააკაშვილის ბებია არისო. ნუ ძალიან მე სიამოვნე ხა რომ ბატონ პრეზიდენტის ბებია მობრძანდა, მე რო დავინახე, ძალიან სიმპათიური და ძალიან საყვარელი ქალბატონი, მაგრამ მე სულ ვეკითხებოდი ჩემთავს, მე თქვი მე რა საჭირო ვიყავი აქ რისთვის მაყურებია ამ ყველაფერს. ეს იყო ერთ-ერთი ფორმა იმისა, რომ მას ჩემთვის დაემტკიცებინა, რომ ესე იგი ჩვენ ვართ პრეზიდენტის გუნდის წევრი და ჩვენ ხილად იყავით თორე ჩვენ ასეთი ძლიერი ადამიანები ვართო. ამ შეხვედრებში რამოდენიმეჯერ კიდევ გამოიკვეთა ასეთი ამბავი, რომ მალე ზუგდიდში თქვენ ახალი გუბერნატორი გეყოლებათ, ის ზუგდიდელი არ არის, მაგრამ ჩემი ძალიან ახლობელი არისო და ამას მეუბნებოდა, რომ ესე იგი პრეზიდენტის ძმა და მე ვარ დაინტერესებულიო, მე არ ვიცი რომელ ძმაზე ალაპარაკი, პრეზიდენტის ძმა, ერთ-ერთი ძმა და მე ვარ დაინტერესებული, რომ ეს პიროვნება მოხდეს ზუგდიდშიო. გარკვეული შეხვედრების მერე ისევ მათთან სახლის შეხვედრის დროს, როდესაც ხელშეკრულების ფორმა იხვეწებოდა და დაახლოებით 8 ადვოკატთან მიმიყვანეს, უპირველეს ყოვლისა დაიწყეს თავიანთი ადვოკატი, იქ რომელიც ბატონ პრეზიდენტ თოდოროსთან მუშაობს, სახელად მიხეილი. იმის შემდეგ რამოდენიმე ადვოკატი სულ ამ საბუთების განხილვა თითქმის თვეში 1-5-ჯერ მიბარებდნენ თბილისში. ერთ-ერთ შეხვედრისას ვითხრა, რომ ბატონი გოროზია იქნებოდა ჩვენი მომავალი გუბერნატორი და სინამდვილეში ეს ასეც მოხდა. ამ პერიოდში მე დავინიშნე ასევე ვისოლის მაშინ იყო კანარგოს ბენზოგასამართის სადგურის მშენებლობა ცენტრალურ ქუჩაზე ქალაქ ზუგდიდში და მე დავინიშნე ვასო ხორავას მიერ დავინიშნე მათ წარმომადგენლობას შევხვდი და დავინიშნე ესე იგი მათ წარმომადგენლად ქალაქ ზუგდიდში. ყველაფერი მიდიოდა კარგად. მე მიხაროდა რომ ბატონი ფრიდონის ახლობელი იქნებოდა ჩვენი გუბერნატორი, მე მიხაროდა რომ ყველაფერი კარგად წავიდოდა. მე რა ვიცოდი თურმე ეს ყველაფერი მზადდებოდა ჩემი ზეწოლისათვის, ჩემი ასე ვთქვათ, როგორმე დამენებებინა თავი და გავსულიყავი, მაგრამ მე კრედიტი ავიღე, მქონდა აღებული, მე ჩავერთე სამუშაოში და როგორ უნდა დამენებებინა ამ შენებლობისათვის თავი. საბოლოოდ, ესე იგი, კიდევ მიბარებს ბატონი ფრიდონი თოდოა უკვე აკადემიის შენობაში და აკადემიის შენობაში, როდესაც მიმიღო, მან 12 საათზე დამიბარა და მივედი შეხვედრაზე, რა თქმა უნდა, 10 წუთით ადრე, ის მეუბნება, დამელოდე, ჯერ აქ პრეზიდენტის ძმა უნდა მოვიდეს, იმას შევხვდები და რაღაც სასწრაფო საქმე მოყო. ესე იგი, შემოხვედრა პრეზიდენტის ბებიას, შემოხვედრა არ მოეწყო, მაგრამ მაგზნობინა, რომ აკადემიის შენობაში უნდა მოსულიყო პრეზიდენტის ძმა, მითხრა, რომ გუბერნატორად ის რეკომენდაციას უწევდა პრეზიდენტის ძმასთან ერთად პრეზიდენტთან უწევდა რეკომენდაციას ბატონ გოროზიას და ეს ყველაფერი მზადდებოდა იმისათვის, რომ მე მორჩილად დავთანხმდებოდი მათ მიერ კაბალურ ხელშეკრულებას. რა თქმა უნდა, კაბალური იყო, მაგრამ მე სულ ვთხილობდი და განვიცდიდი ზეწოლას და განვიცდიდი აი შიშის გრძნობას. ასევე, როდესაც საჭირო იყო საჯარო რეესტრის, როდესაც საჭირო იყო ხელშეკრულების ფორმის მოძებნა, ესე იგი, ქალბატონ მანან ასმათ შეგელაიამ ბრძანა, რომ ჩვენო წავიდეთო საჯარო რეესტრის იურისტთანო და ჩემთან განაცხადეს, რომ იქ დაარეკინებდა მაშინდელ ყოფილ გენერალური პროკურორის ბატონ ადეიშვილის სიდეთს. ასე განმარტა ასმათ შეგელაიამ, რომ ბატონი პროკურორის სიდეთრი მისი მეგობარი იყო და მათ არანაირი პრობლემა არ შეექმნებოდა. სინამდვილეში ჩვენ მივედით მარჯანიშვილის მეტროს თავზე, მესამე სართულზე, და რა თქმა უნდა მივედი ცოტა ადრე და უთხარი ჩვენ ამ საქმეზე ვიყავით მოსული, მან ესე იგი ადვოკატმა, ეს ყოფილა საჯარო რეესტრის ადვოკატი, თუ არ ვწდები სახელად ბატონი მამუკა, მან ბრძანა, რომ კიო ჩვენო ველოდებითო ისო მეო დამირეკესო მათ თაობაზეო და ველოდებითო მაგას. მე დაახლოებით 20 წუთი ველოდე მაგათ, ჩემთვის ყოველთვის დაგვიანება იყო კრიტიკული მათთვის, მე ყოველთვის მათ დიდხანს უნდა დაველოდებულიყავი, მაგრამ რა თქმა უნდა დაველოდე და როდესაც მოვიდნენ სამივე დები,
ესე იგი დაბლა პირველი სართულიდან დაურეკეს რომ ჩვენ მოვედითო. მე კალიდორში ველოდებოდი ამ იურის და გამოვიდა და მითხრა აი ისინი უკვე მოვიდნენ მართლაც კი ამოვიდნენ ეს მიეგება დაბლა პირველ სართულზე ამოვიდნენ მაგრამ იმან როგორც კანონის შესაბამისად სრულყოფილი პასუხი გაქვს მე იურისტისგან არავითარი მიუხედავად იმისა რომ იქ დარეკილი იყო მე არ ვიცი მართლა ბატონ ადეიშვილისგან იყო თუ ვისგან იყო მაგრამ ეს ჩემთან დააფიქსირეს რომ აი ესეთი ესე იგი ყველანაირად ცდილობდნენ რომ ჩვენ ესე იგი გარემოცვა ასეთია ისეთია და მე ყველაფერზე უნდა დავთანხმებულიყავი მე მქონდა სხვადასხვა მოტივი სხვადასხვა мотивация ფრთხილობდი შიშობდი და ამიტომ ცდილობდი რომ მათთვის ანგარიში გამეწია ვითომეტეს ახლა პიროვნება რომელიც პრეზიდენტის ოჯახთან არის დაახლოებული ჩემთვის სასიამოვნო იყო და მე ვალდებულად ვთვლიდი რომ მე ყველაფერს სიკეთეს და სიმართლეს და კარგ საქმეს ვაკეთებდი ამიტომ ვცდილობდი რომ როგორმე არ მეწყენებინა და აი ესე უხეშად რო ვთქვა არც შამფური დამწვალიყო და არც მწვადი დამწვალიყო ასე საქმე გამეკეთებინა საბოლოოდ მივიღეთ ხელშეკრულება რომელშიც ძალიან შემწვითრებულ ვადებში იყო განსაზღვრული აი ეს პირობები ამ ვადებში როცა მშენებლობა დავიწყე შემოთავაზა ბატონ ფრიდონიმ და მის ბატონ მერაბიმ რომ ჩვენ პირველ სართულზე სუპერმარკეტს გავაკეთებთ თანხა შემოვიტანთ და ჩვენ სუპერმარკეტი გავაკეთეთო მე რა თქმა უნდა დავთანხმდი მათ უნდა შემოეტანათ $50,000 ხოლო ჩემი უნდა ყოფილიყო საქმის წარმოება და მათ უნდა წაეღოთ ამ მშენებლობის ამ სუპერმარკეტიდან მიღებული თანხის 50% მაგრამ მე კატეგორიულად არ დავეთანხმე იმიტომ რომ მე კატეგორიულად ესე იგი მე დავეთანხმე რომ მათ შემოეტანათ $50,000 ხოლო მე მეწარმოებინა საქმე რაც შეეხება ამ საქმიანობას მათ მოვიდათ ესე იგი უთანხმოება ასმათ შენგელაიაგან ამბობდა რომ თქვენ რატო აკეთებთ ორივეს ქმრები რო ყავთ მე რატო არ მიწევთო ასმათ შენგელაიამ ძალიან ბევრი მათი სალანძღავი სიტყვები ჩემზე თქვა ესეც კი თქვა რომ შენ არ იცნობო მერაბ შენგე მერაბ დვალსო ჩემი შვილი 50 თეთრის გულისთვისო რაღაცა და ესეთი არასასიამოვნო საუბრები ბოლოს ამ დაძაბულ სიტუაციაში ფრიდონი უარი განაცხადა აქ საქმიანობაზე მერაბი თქვა რომ მე ვიმუშავებო მან თქვა რომ მის წილად შესატანი იყო $25,000 მოგცემ $25,000-ო მაგრამ რისთვის გინდა მევთხარი აუცილებლად საჭირო არის მიკროავტობუსის წილის აი მან ავტომანქანა პროდუქციის შესაძენად ხოლო $5,000-6,000 პარკებში ხოლო $20,000 არის პროდუქციის შესაძენად მეთქი მან მაშინათვე მითხრა რომ მე მოგცემ ავტომანქანას $5,000 გაზელის ტიპის ავტომანქანასო რომელიც რეკლამით იყო ოფთალ აი ეს თვალის კლინიკის რეკლამით იყო მომცა ეს მანქანა და მითხრა გაზ დაგიყენებ და ისე მოგცემო ეს მანქანა ჩამითვალა $5,000 ხოლო გაზი დააყენა და მითხრა რომ $6,000 $1,000 გადავიხადებ $6,000 იმაში გადამიხადა ხოლო $19,000-დან დამიწყო ჯერ $4,000 მოგცემ და მე $15,000 ერთ თვეში მოგცემო ესე იგი გაზი დააყენა მართლაც კი ავტომანქანაზე დააყენა გაზო გასამართი ესე იგი ბალონი და თავისი რედუქტორი მაგრამ როდესაც ეს დააყენა მე რომ ძღოლი ჩამოვიყვანე ესე იგი 2 დღის მერე გითხრეს რომ ესე იგი რეგულირება ესე იგი შესწორება იყო ამ იმაზე რა ქვია აპარატურის შესწორება და ისევ იმ ხელოსანთა უნდა მიგვიყვანა ეს ჩვენ გითხრა მერაბი დვალის ძღოლმა 2 დღის მერე ჩვენ მივიყვანეთ გაზოგასამართ სადგურზე ესე იგი დარეგულირებისათვის მაგრამ პიროვნებამ თქვა ეს ჩემი დაყენებული არ არისო ეს არის დიდუბის ერთ-ერთ პროფილაქტიკაში და იმას დაარეგულირებიეთ იმიტომ ვინც ახალს აყენებს ჩვენ ერთმანეთს იმას ხელს არ უშლიდო მართლაც კი აი დიღომში სანაპიროზე სადაც მეგვასწავლეს პიროვნებამ აღიარა რომ ეს მას დაუყენებინა მან დაგვირებული რა მაგრამ მე მას ვთხოვე ესე იგი რა ჯდებოდა ამ გაზის დარეგულირება მან მითხრა რომ ესე იგი მე პატრონემ თვალი მას გადაუხადა $1,200
სინამდვილეში მასინ დოლარის კურსი იყო 1.80-დან 1.8-დან და გვიანკარშია ჩვენ 1800 ლარი, ესე იგი 1000 დოლარი, ესე იგი დაახლოებით 600 ლარი იქვე ფული ზედმეტი გადაგვახტევინა. ესე იგი ჩვენ ფაქტურად წაგვართვა ეს ფული მოგვყარა. აი ესე დამოკიდებულება ხო პროფესორის დამოკიდებულება ჩვენი საკუთარი იმის მიმართ. ამის შემდეგ ჩემს მამას გაუკეთა ოპერაცია საკმაოდ უხარისხოდ. ამის შემდეგ ის ფული რომელიც მე მან განმარტა დაახლოებით 1 თვეში რომ მე აღარ მინდაო ქალებმა შემჭამესო შენ აკეთებულობ მონაწილეობასო ეს ფული 4000 უკან დამაბრუნებინა 4000 დოლარიდან დაახლოებით 1 თვის 300 დოლარი აიღო მე ბანკის კრედიტი მაქვს და მოკლედ ამათმა ძალიან დიდი ზემოქმედება და ზეგავლენა მოახდინეს ჩემს მიმართ. ერთი სიტყვით მერაბდვალმა ესე იგი თავისი 25000 დოლარი თითქოს შემოიტანა მაშინ როდესაც ფული უნდა მოეცა მან შემომთავაზა მაინც მანქანა სახედი გახსოვდა 6000-ად ეს მანქანა შემომაჩეჩა სადაც 1000 დოლარად იანგარიშა გაზის დამონტაჟება მაშინ როდესაც მას 1200 გადაუხდია ხოლო რაც შეეხება დანარჩენი 4000 ესე 28-ს გამოვაკლოთ 6 ეს ჩამითვალა 19-დან 4000 დოლარად მომცა და ასე განმემართა რომ აი უკვე 10000 დოლარი მოცემული მაქვს დანარჩენ 15-ს ერთ თვეში მოგცემო და დაახლოებით 20 დღეში მეუბნება რომ მე აღარ მინდა შენთან ბიზნეს საქმიანობა ამ ქალებმა ამიხილეს და შარი მომდეს თავი გადამიხურესო მე მომეცით ჩემი 4000 დოლარი უკანო და ფაქტურად მე ვთხარი მაშინ მანქანაც აღარ და ეხლა შენი ნატარები მანქანა რა თმინდაო მანქანა არ დაიბრუნა ფაქტურად ეს მანქანა მე შემომაჩეჩა ხოლო 4000 დოლარი ფულად დამაბრუნებინა მაგრამ ფულად რო დაუბრუნე მე შენ ბანკიდან აღებული კრედიტი მოგეციო და 300 დოლარი დამამატებინა და უკან 4300 დოლარი მიიღო ფაქტურად ეს იყო манипуляცია სარგებლობდნენ ჩემ ზეწოლით რომ ეს ფული ისე იგი ფაქტურად გამოვიდა რომ მანქანა შემომაჩეჩა იქ 600 ლარი ზედმეტად და შემომაჩეჩა და 600 ზედმეტად გადამახტევინა 600 ლარი რაც მიანგარიშა იმაზე და აქედან ფული დაიბრუნა 4000 დოლარი 300 დოლარი კიდე ზედმეტად ფული წამართვა აი ესეთი დამოკიდებულების ადამიანები არიან უფრო მეტიც ესე იგი ამ პერიოდში ჩემს მამას თვალის ოპერაცია დასჭირდა. ნუ მივედი თვალის ოპერაცია ამ მანქანამდე იყო თვალის ოპერაცია. არაფერი განსხვავებული ჩვენთვის არ გაუკეთებია. ყველაფერი გადაუხადეთ, ყველაფერი როგორც წესი და რიგია, აბსოლუტურად ზედმეტი არაფერი არ გაუკეთებია. გაუკეთა ოპერაცია, მაგრამ მამა ძალიან უჩიოდა თვალს. უჩიოდა თვალს. მე რამოდენიმეჯერ ვთხარ რომ ბატონო მერაბ, ჩემი მამა უკმაყოფილოა თვალი და იქნებ რაღაცა გააკეთოთ. დაახლოებით 3-4 თვის მერე მეუბნება მირეკავს ეს პიროვნება დვალი ზუგდიდში ჩამოდის ხანდახან ავადმყოფობის მისაღებად ჩამოდიოდა და ასევე აკეთებდა გასვლით ოპერაციებს. დამირეკავ რომ თემურ მე ხვალ მივდივარ ზუგდიდში. ესე იგი მაქვს რაღაცა პრეპარატი რომელიც დაახლოებით 10 კაცის ეყოფაო. მე მხოლოდ 6 კაცი მყავს იქ ჩაწერილი საოპერაციოდ. შენ ხვალ მოაყვანინე მამა და ხელახლა გავუკეთოთ ოპერაციას ეს თუ არ გააუმჯობესებს არაფერს არ შეუცვლის ხელს. მე ჩვენ მივიყვანეთ მამა, მაგრამ ასე განმარტა რომ შეამოწმა და უკვე აზე არ აქვს ყოლა რაზე ვაწყვილოთ ამ ოპერაციასო და ჩვენ საწმუნოწყარდან დავაზუსტეთ რომ მას იქ თავის თანაშემწემ დაახვედრა კლიენტები, ფულიანი კლიენტები ეთქობა ჩვენ მოერიდა თუ რატომ იფიქრა ჩვენ მაინც გადამხდელები ვიყავით მამას არ გაუკეთა ოპერაცია. მამა სულ წუხდა ამის შესახებ. მამა ძალიან განიცდიდა ჩემს გამო აი ამას და მიმართა ჩემს უფროს ძმას რომ თემურის მეგობრის მიერ გაკეთებული მეგობრად ჩათვალა დვალი არა ვარ უკმაყოფილო თემურის არ უთხრა და მოდის ხვასთან მიმიყვანო და ჩემი ძმა უფროსი რეზო ყორშია თბილისში ცხოვრობს მასთან მივიდა მამა და წაიყვანეს იმავე საავადმყოფოში რესპუბლიკურ საავადმყოფოში სადაც მუშაობს დვალი ოღონდ იქ არის
თუ არ ვხდები გვარად ჯოჯუა თუ ჯაბუა, იმან გავუკეთა ოპერაცია, მაგრამ არ უთხრეს რომ დვალისთან იყვნენ და ასეთი მდგომარეობა. მოვიდნენ როგორც რიგითი მოქალაქე და უთხრეს რომ გავუკეთე ოპერაცია. ეს ხდება ჩემს გარეშე. მამას გავუკეთეს ოპერაცია და ესე იგი მამამ დაახლოებით ოპერაციიდან 10 დღის შემდეგ დაიწყო ტელევიზორში მორბენალის ტრიქონის კითხვა. მაშინ როდესაც დვალის მიერ გაკეთებული ოპერაციით ის საერთოდ ვერ კითხულობდა, ხოლო როდესაც მივყვანეთ დვალს ჩვენ რომ გაიგეთებინა ოპერაცია, მან თქვა რომ უკვე უაზროა ამას არაფერი არ შველისო. აი ესეთი უხეში, ასეთი არა ადამიანური, აი ესეთი უმსგავსე დამოკიდებულება იყო ჩემს მიმართ. ხოლო რაც შეეხება შემდეგ საკითხებს, ესე იგი როგორც იქნა მიღწეული იქნა ხელშეკრულება, კაბალური ხელშეკრულება და ესე იგი ამავე დროს უკვე დაინიშნა გუბერნატორად ბატონი გოროზია, რომელიც მე 2 თვით ადრე მითხრა რომ ინიშნებოდა გუბერნატორი გოროზია, ასევე კიდევ ერთხელ დამიბარა ფრიდონ თოდუამ და მითხრა რომ ესე იგი ჩვენო მეო ძალიან მიჭირს ამის თქმა და მერიდება, მაგრამ მაინც უნდა თქვა, გამიყონა თავის აი სამფლობელო რვაქს რკინიგზის სადგურთან საავადმყოფო, გადამახედა და მითხრა, აი ეს შენობაო, ესე იგი მშენებლობა პრეზიდენტმა ჩვენ მე და მის ძმას ესე იგი ნულოვან აუქციონზე შეგვაძენინაო, აი აქ 2000 კვადრატული მეტრა ესეც ჩვენი არისო, დამატარებდა და სულ ამას მეუბნებოდა რომ პრეზიდენტის გვერდით და ისიც კი გააღნიშნა რომ პრეზიდენტის ერთ-ერთი ძმა ჩემი მეწილი არისო. აქედან გამომდინარე როგორ უნდა და ვით უმეტეს ქალაქში გუბერნატორი 2 თვით ადრე მითხრა რომ გოროზია ინიშნებოდა და როგორ უნდა არ წავსულიყავი. მე მაქსიმალურად ვცდილობდი რომ ხმაურისა და აურზაურის გარშე როგორმე დავყოლოდი, როგორმე ამეშენებია ობიექტი, ფიქრობდი რომ მაინც ავაშენებდი ამ ობიექტს და იქნებოდა ყველაფერი ნორმალურად. მაგრამ მე რა ვიცოდი რომ აქ გამიზნული იყო ჩემი ესე იგი ყველანაირად ხელის შეშლა, ყველანაირად ესე იგი გაკოტრება და როგორმე ამ ობიექტის ხელში ჩაგდება და ჩემი აქედან გაკოტრება. თუმცა ეს არაერთხელ აღვნიშნე, სულ პირველად როდესაც მინდობილი მესაკუთრე გამიკეთეს, მაშინაც კი აღვნიშნე, მაგრამ უკვე დაწყებული ქონდა სამუშაოები და ვეღარ გამოვიდოდი მე ამ სამუშაოებიდან. ვით უმეტეს ამ პერიოდისათვის უკვე კრედიტიც ავიღეთ. უფრო მეტიც, ესე იგი მიმდინარეობს სამუშაოები და ძალიან ესეთი რომ მორჩილი გამختارიყავი, მორჩილი და მე რომ შიშის გრძნობა მქონოდა, კიდევ ერთი ზეწოლის ფაქტი გააკეთა ბატონ ფრიდონ თოდუამ ჩემზე. ყველასათვის ცნობილია რომ ქალაქ ზუგდიდში ცხოვრობს ოთარი ფაცაცია, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჩვენი ქვეყნისა. ბატონი ოთარი და ფრიდონი, რა თქმა უნდა, მეგობრობენ როგორც ორივე ზუგდიდელები. და აღმოჩნდა ესეთი სიტუაცია, რომ ბატონ ოთარისთან ჩამოსულა პრეზიდენტის ბებია და ბაბუა სტუმრად, სადაც მათთან ერთად ყოფილა, როგორც მე გადმომცეს, ბატონი ჯემალი კახოკიძე. ესე იგი ბატონ ოთარი ფაცაციას, რომელსაც აგარაკია კანაკლიაში ზღვაზე, სტუმრობდა, მასპინძლობდა პრეზიდენტის ბაბუას და ბებიას, ბატონ ჯემალ კახოკიძეს და ზუგდიდში ყველასათვის ცნობილ ბატონ ზურაბ გოგოხიას. სტუმრიანობა არც მოსვლა და არც წასვლა კაცს არავის არ გაუგია და არც უნახია, მაგრამ სტუმრიანობის მერე, რომელსაც მოყვებოდა თბილისიდან ბატონი ფრიდონი თოდუა, ესე იგი მანქანაში ყოფილან ბატონი ფრიდონი თოდუა, ბატონი ჯემალი კახოკიძე და საპატიო პატივცემული პრეზიდენტის ბებია და ბაბუა. დაახლოებით მეორე თუ მესამე დღეს ზურაბი გოგოხია მოვიდა ჩემთან და მეუბნება, თემურ, მეო შენთან გამომიშვა სპეციალურად ბატონ ფრიდონ თოდუამო, იმისათვის რომ მე გითხრა შენ რა ხდებაო, რომ სტუმრად იყო ბატონი პრეზიდენტის ბებია და ბაბუა, რომ მას მოყვებოდა მეთაურად ბატონი ფრიდონი თოდუა, ეს კიდევ ერთხელ გააკეთა იმისათვის რომ მე გამეგო რომ ეს არის პრეზიდენტის ოჯახთან დაახლოებული კაცი და მე ყოფილიყავი ბატონი თოდუას მონა მორჩილი და რომ ხმა არ მომეღოთ რომ ჩემი საქმე იქნებოდა ცუდად. უფრო მეტიც მე რატო უნდა მცოდნო და ან ვინ გამაგებინებდა
ბატონი პრეზიდენტის ბებია და ბაბუას გზავრობას ისინი ღმერთმა კარგად ამყოფოს და ბედნიერად ატაროს რამდენჯერ იქნებიან სადასაც სტუმრად მაგრამ მე ხო არ ვიცი მე ხო არ ვაკვირდები და რაში მაინტერესებს ეს იმიტომ გამიკეთა თოდუამ რომ მე შიშის გზნობა მქონოდა და ჩემზე ზეწოლა მოეხდინა უფრო მეტიც კოდორში ყოფნის პერიოდში კოდორში როდესაც პრეზიდენტი აბრძანდა ჩვენ ვიყავით ჩემი კომპანიიდან მე ბორჯომის კომპანიიდან ავიტანე პალატკა ეს დაფიქსირებული არის იქ ვიდეო მასალებშიც ჩვენ მანქანით ვიმგზავრეთ ამათმა იმგზავრეს პრეზიდენტის ამალამ პატრიციული პრეზიდენტის ამალამ ქალბატონი ნინო ბურჯანაძე იყო და დიდი საპატიო სტუმრები იყვნენ იმგზავრეს ვერტბრენით ჩემო ბატონო როდესაც ჩამოფრინდნენ ესე იგი ისა ფრიდონი მიბარებს გზა თბილისში და ისაო რა ქვია ხო გახსოვს იქ რომ ვიყავით და იქ შევხვდით ჩვენ დამინახა რომ მე ხა იმ სასტავში იმ წრეში არ ვიყავი სადაც ისინი მოძრაობდნენ ჩვენ საქმეს ვაკეთებდით მაგრამ თვალი მომკრა და დამიბარა და მითხრა ხო ხედავ როგორ ჩემს გარეშე არსად არ დადისო პრეზიდენტიო ჩამოფრინდითო სენაკში ნოსრში პორმარილი გაიშალაო მე იქ ვიყავი მაგრამ ძალიან დახლილი ვიყავიო თვითონ პრეზიდენტი მე ბათუმში წავიდაო ხოლო მე ქალბატონ ნინო და ჩვენ წამოვედით თბილისში ესე იგი ყველა მათთან დაახლოებულ საკითხებს მე მითანხმებდა მე დამებარებდა ისეთ დროს აი როდესაც სადღაც წასვლა იგეგმებოდა ესე იგი რამოდენიმეჯერ დამიბარა შევხვდებოდით სახლში და მეუბნებოდა აი ხა ჩვენ დელეგაცია პრეზიდენტის დავალებით უკრაინაში მივდივარ პრეზიდენტის დავალებით საზღვარგარეთ მივფრინავ და ყოველთვის აი მას მე მიფიქსირებდა რომ ესე იგი როგორმე ჩემზე ზემოქმედება მოეხდინა დაიწყო ჩვენი საქმიანობა დავდეთ ხელშეკრულება რომელიც მართლაც კი კაბალური იყო თუ არ დავამთავრებდი აღნიშნულ ვადაში ესე იგი ხელშეკრულებაში მითითებულია 50-50%-ზე რომ ჩემი შენატანი არის მათი შენატანი არის მხოლოდ მიწის ნაკვეთი ხოლო ზედნაშენი არის ყველა ჩემი სახსრებით აშენებული რა თქმა უნდა ეს კაბალური იყო არანაირი შედარება და შეფარდება იყო მაგრამ ამაზე რო არ დავთანხმებულიყავი იმდენი წინააღმდეგობას განვიცდიდი რომ იძულებული ვიყავი ხელი მომეწერა რა თქმა უნდა ჩემს კომპანიონსაც უთხარი ძალიან ცუდი პირობებში ვდგები მაგრამ თემურ რაკი დაწყებულია საქმე და ეხლა ასე გაგიჯიუდა შენი კომპანიონებიო რა თქმა უნდა დავეთანხმოთ და შევეცადოთ დავამთავროთ ეს ყველაფერი დაიწყო მშენებლობა და ჩვენ ხელშეკრულება დავდეთ 2005 წლის მარტის თვეში. ეს არის ძირითადი ხელშეკრულება ჩვენსა და ქალბატონ შენგელაიევს შორის, რომელსაც ძალიან კაბალური არის ძირითადი ხელშეკრულება, რომელიც ძალიან კაბალური იყო, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ იძულებით გავაკეთეთ. დაიწყო მშენებლობა. მშენებლობის საწინააღმდეგოდ დაიწყო ჩემი ძალიან დიდი წინააღმდეგობები. გარკვეული პერიოდის მერე, მშენებლობის გარკვეული პერიოდის მერე დაიწერა საშინელი სტატიები ჩვენს მიმართ, რომ თითქოს და ზუგდიდის გაზეთ ზუგდიდაში დაიწერა თითქოს მე $60,000 გადამეხადა ბატონი გიგი უგულავესათვის ამ ბაზრის დასაკეთად. ეს ყველაფერი იყო ჩემი ხალხის დასაპირისპირებლად. მე არ ვიცი ხა ვინ აკეთებდა, ამას ნამდვილად ვერ დავაბრალებ ბატონ ფრიდონ თოდუას, მაგრამ ასეთი ცუდი სტატიები დაიწერა. მე ვაწარმოებდი მშენებლობას, ახლოვდებოდა ადგილობრივი არჩევნები, თვითმმართველობის არჩევნები და მიბარებს გუბერნატორი და სანამ ბოდიში, სანამ მაპატიეთ, სანამ არჩევნებამდე მივალდა გუბერნატორის დაბარებამდე, მე აღვნიშნე წინათ, რომ დანიშნული ვიყავი ვისოლის მაშინ წოდებული იყო კანარგოს წარმომადგენლად და გუბერნატორის მოსვლიდან დაახლოებით დანიშვნიდან რამოდენიმე დღეში, დაახლოებით 10-15 ორ კვირაში ჩამოდის კანარგოს წარმომადგენელი ბატონი ვასიკო ხორავა, რომელთანაც ძალიან სისტემატური კავშირი ჰქონდა, რომელთანაც ძალიან თანამშრომლობდი და მე ახლა ბატონ ფრიდონისთვის ნათქვამი მქონდა, რომ ბატონო ფრიდონ მშენებლობას მოასწრებ, ყოველთვის მეუბნება და შენ ამხელა პასუხისმგებლობა იკისრე ჩვენის მიმართ, ამ ქალების მიმართ. ეს ქალები შენ იცი რას გიზამენო? ეს ქალებიო დაგახჩობენო, ესენი ანტიქრისტეები არიანო, ესენი მშენებლობის დამთავრებამდე შენ ან გულს გაგიხეთქავენო, ან თავს მოგაკლევინებენო. და ესეთი შიში და ზეწოლით მექცეოდა ყოველთვის. და როდესაც მივდიოდი მეოთხარი
ბატონო ფრიდონ მე არ მეშინია მშენებლობის, იმიტომ რომ თვითონ ჩემი ბიზნეს საქმიანობით გარკვეულ წყაროს ველოდები, ჩემი სპონსორი მიგზავნის ერთი სიტყვით, ესე იგი ჩემს მიმართ ძალიან ესეთი ზეწოლები ხორციელდებოდა, კანარგოს ზეწოლები ხორციელდება, შენ მოასწრებ, ამას გააკეთებ, დაამთავრებ, რამხელა პასუხისმგებლობა იკისრე, თუ არ დაამთავრებ, შენ ყოველთურად უნდა გადაიხადო $3,000, ეს ხელშეკრულებაში არის ჯარიმების სახით და პირგასამტეხლო კიდე $6,000, ესე იგი კატასტროფული ხელშეკრულება იყო ჩემს მიმართ, მაგრამ ვცდილობდი რომ როგორმე დავემთავრებინა. ამ დროს გამოდიოდა ესეთი, ამ დროს იყო ასეთი მიდგომა, რომ დანიშნული ვიყავი, მე ვთხარი ბატონო ფრიდონ, ეხლა გამახსენდა ბოდის გიხდით, ბატონო ფრიდონ, მე ვთხარი რომ დავინიშნე კანარგოს წარმომადგენლად, იქაური შემოსავალიც მომიშველება და ყველაფერი, მე ამას სიხარულით ვეუბნებოდი. რაღაც არ ესიამოვნა ეს, სახეზე შევოდგე, არ ესიამოვნა და დაახლოებით 2 კვირაში 10 დღეში 2 კვირაში ჩამოდის გუბერნატორის დანიშვნიდან, ბატონი ზაზა გოროზიას დანიშვნიდან ვისოლის გენერალური დირექტორი ვასიკო ხორავა ზუგდიდში, რომელიც მას დამირეკამე რომ თემური ჩამოვდივარ, გუბერნატორს უნდა შევხვდო. რა თქმა უნდა, მე მათ დავხვდი მშენებარე ბენზოგასამართ სადგურთან, გუბერნატორი მოვიდა ვასიკო მომესალმა, გუბერნატორმა რატომღაც ირჩია ვასიკოსთან ცალკე წაყვანა ბოტანიკურ ბაღში რაღაცა უნდა ვაჩვენო. მე სტუმართ მასმძლობის სიყვარულით ახლა გუბერნატორს პირველად ხვდებოდი და დავპატიჟე თბილისიდან ჩამოსული სტუმარი გუბერნატორთან ერთად სადელზე, მაგრამ კატეგორიული უარი განაცხადა გუბერნატორმა, იმიტომ რომ ჩვენ რაღაც საქმეები გვაქვს, რომ მოვბრუნდებით, მერე ვნახოთო. წავიყვანა, მე იქ დამტოვეს, წავიყვანა კანარგოს წარმომადგენელი ბატონი ვასიკო გუბერნატორმა დადიანების სასახლისკენ, ქალაქისკენ, როგორც მე გავიგე შესულან დადიანების ეზო დაათვალიერეს, მე უკან გამოგივლიო და უკან გაუჩირებლივ წავიდნენ მანქანა ტრასაზე გამოიარეს, გაუჩირებლივ მე ურეკა ვასიკოს ტელეფონი გამართული არის და კიდევ რამოდენიმეჯერ მოვსინჯე და მე მითხრა რომ ესე იგი ეხლა რაღაც შეხვედრაზე მივდივართო და მე გეტყვი თემური რატომ მე გეტყვიო რაშიც არის და დიდი მადლობა მომიბოდიშა ვერ დავჩიო ვერაფრთო არ გეწყინოსო მე გეტყვიო მე რა თქმა უნდა ცოტა მეწყინა ეს სიტუაცია მაგრამ რას ვიტყოდ ახლა ხელმძღვანელობა და წამოსასვლელი ვიყავი სენაკში წამოვედი სენაკში და მოვედი ისევ რესტორანში არის ესეთი სამეფო და გუბერნატორი და ბატონი ვასიკო იქ სადილობდნენ. ამით დასკვნა გავაკეთე რომ ესე იგი გუბერნატორმა უარი უთხრა ჩვენს ერთად. ნუ ეხლა რა თქმა უნდა თუ სურვილი არ ქონდა გუბერნატორს მე ვერ ვაიძულებდი, მაგრამ ეს რაღაცა მაშინათვე არ მესიამოვნა. და ბატონი ვასიკო მიდის თბილისში და დაახლოებით ერთ კვირაში ჩემს დაუკითხავად, საერთოდ არ მკითხეს, მაშინ როდესაც 3 თვით გამოგზავნილი მქონდა და დღეს ის მე გამაჩნია რომ დაინიშნოს თემურ ყურშია მშენებარე კალონკე მშენებარე ბენზოგასამართ სადგურში კანარგოს წარმომადგენლად, აი ამ წერილის მიუხედავად ჩემს და დაუკითხავად არც მერეკავენ არც არაფერი, ესე იგი გადამახენეს და დაინიშნა სხვა პიროვნება. მე მაშინათვე არ მესიამოვნა ეს, მაგრამ მივხვდი რომ ალბათ გუბერნატორის სურვილი იყო რომ არ ყოფილიყავი. ამას ემატება ისიც რომ გუბერნატორმა დამბარდა და მითხრა ძალიან დიდი აურზაურია შენ რას აკეთებ იქ როგორ გააკეთებ იქ რამე ისეთი არ გააკეთებ თუ აკეთებ თანამედროვე დოვრეზე კარგ დონეზე გააკეთებ რომ აი ჩვენ ისეთი უნდა გავაკეთოთ რომ აი პრეზიდენტი რო ჩამოვა არ შევწყვეს მან შევიყვანოთ და ვანახოთო. რა თქმა უნდა ეს ჩემთვის მისაღები იყო, მაგრამ ამას ყველაფერს კომპანიებს ვეუბნებოდი. კომპანიებმა ამას არანაირი ყურადღება არ მიაქცეს. გარკვეული პერიოდის მერე იწყებოდა ადგილობრივი არჩევნები და ადგილობრივი არჩევნების დროს ბაზარი ყბადაღებული ცენტრალური ბაზის მოვაჭრები ხშირად მართავდნენ მიტინგს. დამიძახა გუბერნატორმა და მეუბნება თემურ შენ დროებით უნდა შეაჩერა არჩევნებამდე. ფაქტიურად 6-8 თვე გამაჩერებინა მუშაობა. მე ვთხარი ბატონო ზაზა, მე ვთხარი მე რა თქმა უნდა გავაჩერებ წინ კარი დამიხურო, მაგრამ ალტერნატივა მომეცით რომ სადმე რა საშუალება არისო, მე ვთხარი უკანა მხარეს არის პოლიციის სამმართველოს ეზო, იქ არ შეიძლება და კერძო პირის სამშენებლო მასალები მეტარა, აქეთ მარჯვენა მხარეს იყო ობიექტი, რომელიც კერძო პირის იყოს და იმან კატეგორიულად არ მოგვცა თანხმობა,
გვერდით იყო უნივერსიტეტის შენობა და მეოთხე თუ შეიძლება უნივერსიტეტის შენობით დამატებით შესასვლელ კარს გავხსნით და მე იქიდან მივვლით მეთქი. ამ დროს იქვე დაიბარა უნივერსიტეტის დირექტორი, რომელიც ამჟამად პატიმრობაში არის, პაპაშვილი. პაპაშვილს უთხრა დამატებით კარი მიეციო. მე ამით გამომისტუმრა, მაგრამ მითხრა კატეგორიულად წინ კარი დახურე, ხელი არ შეგვიშოლა, ეხლა არ დაგვიპირისპირო მოვაჭრები შენი პასივის მშენებლობის გულიშვილს. ამავე დროს მეუბნება, რომ საკმაოდ კატეგორიულად კეთილმოწყობილი და კარგი სავაჭრო ცენტრი უნდა ამეშენებინა. ასევე მე მინდა აღვნიშნო, რომ ესე იგი ნაცვლად 28,000-ისა უკვე 250 ჯერ მეტად ღირებული საპროექტო სამუშაოები დავსახე და საპროექტო სამუშაოების შესრულების მიმდინარეობა. ამის საქმის კურსში ყოველთვის ვაყენებდი ჩემს კომპანიონებს, შენგელაიევს, თვითონ ბატონ ფრიდონ თოდუას და ბატონ მერავდვალს, მაგრამ ვადა არაფრით, ესე იგი მშენებლობა ფაქტიურად ხელშეკრულება დაიდო ამ მცირე მშენებლობაზე, ხოლო გუბერნატორის და მხარის ხელმძღვანელობის რეკომენდაციით ეს ობიექტის მოცულობა და თავიანთი შეხედულებით როცა უთხარი, რა თქმა უნდა გავზარდოთო და მე მეუთხარიას ვადებზე რა არის თემური ჩვენ ყაჩაღები ხო არა ვარ დაგახჭოთ და როცა ვხედავთ შენ ამუშავებ ჩვენ ამას არ გავითვალისწინებთო და ერთი სიტყვით მე დავიწყე 10 ჯერ მეტი სამუშაოს შესრულება და ვადა იგივე დარჩა ჩვენს ხელშეკრულებაში. ასევე კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ გუბერნატორი, რომელზეც ბატონ თოდუა მითხრა, რომ ორი თვით ადრე მითხრა, რომ კოროზია დაინიშნება სამეგრელოს გუბერნატორმა და პრობლემა არ გექნება, ესე იგი რაც ფაქტურად შეგვიზღუდა მშენებლობაზე, ჩამოვედი თბილისში და მე ვთხარი თქვენი ახლობელია და იქნებ ნებადართოს ვიმუშავოთ, არა მე ამას გუბერნატორს ვერ ვთქვი. ესე იგი ეს ისევ და ისევ მეორე იყო, რომ ესე იგი ხდებოდა, რომ როგორმე არ დამემთავრებინა სამუშაოები, როგორმე ხელი შემშლოდა და ისევ და ისევ მიმდინარეობდა ჩემი აი ამ ობიექტში გაკოტრება და წარდგების მომენტები. აი ეს იყო ამას კიდევ დაემატა ის, რომ ესე იგი თბილისში კოკა-კოლას წარმომადგენლობაში ერთ-ერთი ხელმძღვანელი მეუბნება, რომ მოვიდა დაურეკა მას ზაზა გოროზია და ესე იგი უთხრა, რომ მე გამენთავისუფლებინა გავენთავისუფლებინეთ ჩემი სამუშაოდან. ესე იგი ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ მე როგორმე ხელი შემშლოდა და გავკოტრებული ვიყავი და ბოლოს აი ამ ხელშეკრულებით, როგორც კი ვერ დავამთავრეთ, დაიწყო საჯარიმო სანქციები. საჯარიმო სანქციები აუტანელ პირობებში დაიწყო, მერე მიჩივლეს სასამართლოში. აქვე ხელშეკრულებაში წელი არის, რომ ესე იგი ამ ობიექტს უნდა ხელმძღვანელობა გაეწია თემურ ყურშიას და მათ მიერ, ესე იგი მე როგორც მეორე მხარე თემურ ყურშიას და მათ მიერ დანიშნულ პიროვნებას. ესე იგი შენებლობა დაიწყო, როგორც ვამბობ, 2004 წელს და 2008 წლამდე მათი წარმომადგენელი არ მოსულა. 2008 წელს მოვიდა მათი წარმომადგენელი დავალების ხელშეკრულებით. მე მათ გადაუხადე ფული, მაქვს სათანადო დოკუმენტები, მათ არც ერთი კაპიკი ბიუჯეტში თანხა არ გადაუხდიათ. ესე იგი საკმაოდ 100,000 ლარზე მეტი თანხა მაქვს ჯარიმების სახით მათთვის გადახდილი, მაგრამ მათ არც ერთი კაპიკი ბიუჯეტში არ აქვს გადახდილი. უფრო მეტიც, აი ამ ხელშეკრულებაში წერია, რომ მათ მიერ შენატანი, ესე იგი ხელშეკრულების მონაწილე მხარეს ერთ მხარეს არიან სამი ვედები, ხოლო მეორე მხარეს ვარ მე და მათი შენატანი არის ქალაქ ჟურისოს ნაკვეთი ფართით 1576 კვადრატული მეტრი. ეხლა კი პრეტენზიას ვიყენებენ, რომ ჩვენი სახკარიო სახლი გაანიაო, მაშინ როდესაც მაქვს ვიდეო მასალა და მაშინ ხელშეკრულებაში აფიქსირებენ, რომ არის მიწის ნაკვეთი 1576 კვადრატული მეტრით. ეს აქედანაც 100 კვადრატულ მეტრამდე სხვის მიერ მიტაცებული ნაკვეთი მიწის ფართობი მე დავიბრუნე და მე შევმატე ამას. ასევე მუხლში მესამე პირველ ნაწილში წერენ, რომ ესე იგი მე უნდა უხელმძღვანელო, ესე იგი გაუძღვეს, ესე იგი საქმიანობას გაუძღვეს
მეორე მხარე თემურ ყორშია და პირველი მხარის დობით აღჭურვილი პირი. ესე იგი ამ ხელმშენებლობას უნდა გავძღოლოდით მე თემურ ყორშია და პირველი მხარის დობით აღჭურვილი პირი. და ეს ხელშეკრულება დადებული არის 2005 წლის მარტის თვეში, ხოლო მათი წარმომადგენელი ჩემთან გამოჩნდა მიუხედავად ამდენი წინააღმდეგობისა, მათი წარმომადგენელი გამოჩნდა ჩემთან 2008 წლის იანვრის თვეში. აი ახლა ზუსტად დავალების ხელშეკრულებით, აი ახლა 2008 წლის დატოვებით ყოველ ახალ არის ამ წერილში უკაცრავად ესე იგი 2008 წლის 15 იანვარს ესე იგი დავალების ხელშეკრულება და წარმომადგენლად უშვებენ ვინმე ზურაბ შენგელიას. ესე იგი მიუხედავად ამდენი ზეწოლისა საქმიანობას უნდა გაძღოლოდა მე თემური ყორშია და პირველი მხარის წარმომადგენელი ზურაბ ვინმე მათ პიროვნება. ესე იგი ხელშეკრულება გავაფორმეთ 2005 წლის მარტს და 2008 წლის 15 იანვრამდე მათი წარმომადგენელი არ მოსულა. მიუხედავად ამ დავიდარობისა, ამ ძირითად ხელშეკრულებაში არის ასეთი მუხლი, რომ თითქოს ყველაფრის უფლებას მაძლევენ მე, ძირითად ხელშეკრულებაში არის ესეთი მუხლი 2005 წლის აი დამტკიცებული ციური ბერძის მიერ, აი აქ ყველაფრის უფლებას მაძლევენ, რომ წარმოადგენს უფლებამოსილება თემურ ყორშიას მიენიჭოს წარმოადგენლთა უფლებამოსილება სახელმწიფო ადმინისტრაციულ ადგილობრივ მმართველობით იურიდიულ, ფიზიკურ და საბანკო ურთიერთობებში და ასე და ყველაფერი. ეს ხელშეკრულება მე წამაკითხეს ხელშეკრულების დაწერის დროს, აი აქაც პირველად სულ რომ გააკეთეს, აი ამაში წერა ეს მათი ნაწერი არის, გასაკეთებელია ეს მათი ხელმოწერილი მაგრამ მე დავაზუსტებ ეს ვის მიერ არის დაწერილი, გასაკეთებელია ხელშეკრულება განზრახულობათა შესახებ ბატონ თემურ ყორშიასთან სასურველია გააფორმოთ თბილისში ნოტარიუსთან თბილისის ნოტარიუსთან ამას იმიტომ წერენ ეს მათი ხელნაწერი ერთ-ერთი დის ხელნაწერი არის ამას იმიტომ აკეთებენ რომ მე ეს ხელშეკრულება როდესაც გამიკეთეს გავაკეთეს მიუხედავად იმისა კაბალური იყო აქ წამაკითხეს მაინც და მაინც ციურ ბერძნესთან აი თუ რამე ხელშეკრულება გვაქვს მათ მიერ დადებული, ყველაფერი არის ციურ ბერძნესთან, იმიტომ რომ ხელშეკრულება წამაკითხეს, მიუხედავად იმისა კაბალური იყო ეთანხმებიო, მე ეს მუხლი, მესამეს მეორე მუხლი, როდესაც წამაკითხეს, არ იყო, ხოლო როდესაც დაიბეჭდა და ხელი მომაწერიას 5 წუთის წინ წაკითხული, ახლა ამოვბეჭდოთო, აი ესეთი რაღაცა მანიპულაცია გააკეთეს დოკუმენტის ამოვბეჭდოთო, კი ბატონო მეთქი ხა ვინაიდან მეტი რა დაემატებოდა და ამ დროს უცებ გაჩნდა ამასთანავე მხოლოდ ამხანაგობის ყველა წევრის სანოტარის დამოწმებული თანხმობის საფუძველზე დებს ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული ქონებაზე გარიგების უფლებას. მე ესე თითქოს ყველაფრის უფლებას მაძლევდნენ, მაგრამ აი ამ მუხლით, მესამის მეორე მუხლით თანხმობა ნოტარიულის გარეშე. მე ავერკვეს სიტუაციაში სხვა გზა არ მქონდა და ვთხოვე მათ რომ ჩემთვის მოეცათ უფლება მიენიჭათ უფლება რომ მესარგებლა და გავაკეთებინე თანხმობის წერილი ვინაიდან თანხმობა იყო საჭირო 2005 წლის
ეს არის 5 მარს დადებული ხელშეკრულება, ხოლო 5 ნოემბერს, მე-10 ოქტომბერს გამიკეთეს თანხმობის წერილი და სადაც მიუთითებენ, რომ ისინი მაძლევენ გაქირავების ვადის და ყველაფრის შეცვლის უფლებას. ამის შემდეგ მიმდინარეობს ჩვენი საქმიანობა, ამის შემდეგ დაიწერა, ესე იგი, მიჩივლეს სასამართლოში, მე უკვე კოტრდებოდი, ჩამოვიდა ჩემი ამხანაგი კომპანიონი უკრაინიდან, შეხვდა ამათ კატეგორიულად აუტანელ სიტუაციაში და მიმატოვა ჩემმა კომპანიამ ისეთი უმსგავსო საქციელი გამოიჩინეს სამივე დებმა, რომ ჩემმა კომპანიამ დამტოვა და მითხრა თემური რითაც დაგეხმარე, მადლობელი არაფერი არ მინდა, ოღონდ მე ამათ ამქალების არაფერი არ მინდაო, ამათი კატეგორიული მოთხოვნა იყო ხელშეკრულებაში არ დაფიქსირებული იყო სხვა ვინმე პიროვნება, მხოლოდ მეორე მხარე მე ვიყავი და აქედან გამომდინარე ჩემმა კომპანიამ მიმატოვა ფაქტურად ამათი შემხედვარე. მე იძულებული ვიყავი გამეყიდა ჩემი წილი და მეორე ჩემი 50%-ის წილიდან გავყიდე ჩემი ნაწილი, გავყიდე ვინმე კობახიძეზე. მაგრამ მე ვთხარ რომ კობახიძეს მივცემ წილს ოღონდ გადამიფორმეთ მეთქი. არაფრით არ გადამიფორმეს კობახიძეს მივყიდე წილი და არაფრით არ გადამიფორმეს სანამ სასამართლოში არ მიჩვილეს და კობახიძეს ამაზე არის სასამართლო განჩინება, მაშინ $15,000 წამართვეს აი გადაფორმებაში. $15,000 წამართვეს გადაფორმებაში და იქვე, ესე იგი სასამართლოს შეწყვიტეს და მომცეს ისევ კაბალური, რომ სექტემბრის თვეში დამემთავრებინა ობიექტი. და ეს ხდება 2007 წლის მარტის თვეში. გადამიფორმეს ობიექტი, გადაუფორმეს როგორც მეორე მხარეს და არა კობახიძეს და კობახიძემ მომცა ნაწილი თანხა, მაგრამ დანარჩენი სხვა თანხების მოცემაზე უარი განაცხადა, იმიტომ რომ კობახიძე ამბობს, მე ამ შენობიდან ჩემი 25% გამომიყავეთ, რომელი პარტი მეკუთვნის. აი მაგალითად დავუშვათ საცხოვრებელ კორპუსში, რომელიც სართული და 60-ოთახიანი არის, ჩემი თო 5-ოთახიანიო. ამაზე კატეგორიულად უარი თქვეს. კობახიძე მე ნაწილობრივ ფული მომცა, ხოლო ნაწილობრივ სანამ არ დაფიქსირდებოდა, თლიანად ფული არ მომცა. კიდევ მეორეჯერ შეეცადნენ, რომ მე არ დამამთავრებინა ობიექტი, უფრო მეტიც, ესე იგი დამეკისრა 2007 წლის მარტიდან სექტემბრის 1 სექტემბრამდე, ესე იგი გადამეხადა თანხა და სასამართლო გადაწყვეტილებით ყოველთურად გამეგრძელებინა $3,000 გადახდა, მე ეს თანხა გადავხადე და კიდევ ერთხელ დოკუმენტაციის მანიპულაციას როგორ აკეთებენ. მე ვადასტურებ ჩემი მათ მიერ მიღებული დოკუმენტები. ესე იგი ფაქტიურად აგვისტოს ბოლომდე 1 სექტემბრამდე 6 თვის ფული უნდა გადამეხადა $18,000 თვეში $3,000. აგვისტოს თვეში იმის გამო რომ მაინც უნდათ ჩემთვის წაერთვიათ 10%, მეუბნებიან ჩვენო თემურ, ეხლა მივდივართო დასასვენებლად, სექტემბერში მაინც არ ვიქნებითო, მოდიო არ დაგაჩქარებთო, სექტემბრის ფულიც მოგვეციო გადაგვიხადეო და სექტემბერში ჩვენ თავისუფლად დაამთავრებთ და რო ჩამოვალთ მე ვიმოქმედოთო. მე ვუთხარი, სექტემბრის თუ გნებავთ ფულს მოგცემთ, თუ არ გნებავთ, მე პიროვნება ყავს მოძებნილი, გავაქირავებ ობიექტს და თქვენ მიიღებთ გაქირავების თქვენ წელს და ამაზე წერილობით მივეცი. ესე იგი, რომ არ წაერთმეთ ჩემთვის 10%, მე თანახმა ვიყავი, ისევ გამეგრძელებინა $3,000 მიცემა, ან გაქირავებული ობიექტი ჩაგვეთვალა როგორც გაქირავებული და მიმეცა მათთვის თავიანთი 50% წელი. მაგრამ ამათმა მოითხოვეს სულ სხვანაირად, რომელსაც ეხლა გეტყვით. ესე იგი 6 თვის ფული გადამახდებინეს, 6 თვის ფული უნდა გადამეხადა $18,000, ეს იქნებოდა აგვისტოში, მე მაქვს ამაზე დოკუმენტები და მეუბნებიან აგვისტოს თვეში დაგვიმატე კიდე $7,000 და სექტემბერში წარმოგთხოვო. მე მივეცი რა თქმა უნდა, პირველად მივეცი $15,000 და მათი ხელმოწერა გამაჩნია ამაზე, ხოლო აგვისტოს თვეში უნდა მიმეცა აგვისტოს თვის და სექტემბრის თვის, სულ $21,000. აგვისტოს თვეში
ერთბაშად ვერ მოახერხე ფულის მიცემა, მაგრამ მივეცი ორ ნაწილად, რომელსაც ქალბატონი თათული შეგელაია თავის ხელმოწერით მიდასტურებს. პირველი $4,500 მივეცი, როდესაც ესენი ქალაქიდან გადიოდნენ, ხოლო უახლოეს დღეებში მის მოახლეს ბატონ თოდუას სახლში 1500, რომელიც შემდეგ თათული შეგელაიამ თავისი ხელმოწერით დამიდასტურა. ფაქტიურად მე ჩემი ნაკისი სასამართლოში ნაკისი ვალდებულება შევასრულე აგვისტოში ჩათვლით, მათ მივეცი $18,000, ხოლო კომპანიონის მიერ შეთავაზებული სექტემბრის ფულიც გადაუხადეს $3,000. ამას ყურადღება არ მიაქციეს, ჩამოვიდნენ ძალაუნებურად ჩემს თანამშრომლებთან შეურაცხყოფა მომახენეს, შენ სასამართლოს გადაწყვეტილებით არ შეასრულე პირობა და ჩვენ 10%-ს წაგართვეთო. პირდაპირ წასულან იმაში რა ქვია საჯარო რეესში და სასამართლო განაჩენით, მიუხედავად იმისა, რომ მე $3,000 მივეცი, სასამართლო წესით მაინც საჯარო რეესში წამართვეს წილი 10%. ესენი არიან სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით 21 საუკუნის მაგდანას ლურჯაი ყაჩაღები. აი უფრო მეტიც მახსენდება ასეთი ერთ-ერთ დოკუმენტურ ფილმში არის ვერ ვიხსენებ სახელს, აი პატარა ბიჭურა ყიდის ძროხას და მიდის თავადი და ეუბნება, ბიჭო რახის როგორ ყიდის შენ თხასობ, ეს ყვაწვილი ეუბნება, ძია ეს თხარ არის ძროხარი, როგორ არის ბიჭო ძროხა ხალხო ნახეთო თხას ყიდის და ძროხას მეუბნებო. ესე იგი აბსოლუტურად გაკოტრების, აბსოლუტურად წართმევის აქ არანაირი აკადემიკურობა და არანაირი დღევანდელი მოთხოვნა და არანაირი ქვეყნის ერთგულება და სამუშაო ადგილის შექმნა და ეს არის სუფთა პირწმინდა ყაჩაღი. აი არც ერთ მხედრელს არ გაუკეთებია იმ არეულობის ჟამს ჩვენს ქალაქში თითოეულ ზუგდიდზე, რაც აკადემიკოსებმა და პროფესორებმა მეპირადად მომახენეს და დიდი ზიანი მომახენეს. ესე იგი ესენი სულ ცდილობდნენ 107-ჯერ ჩამომიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ დამიპირისპირეს გუბერნატორი, მიუხედავად იმისა, რომ შეაზღუდნენ გუბერნატორს ჩემი საქმიანობა, მიუხედავად იმისა, რომ გამანთავისუფლეს კანარგოს წარმომადგენლობიდან, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაწვალეს, 107-ჯერ ჩამომიყვანეს თბილისში. თქვენ წარმოიდგინეთ, ზუგდიდიდან ჩასვლა და ჩამოსვლა 3 დღე მინიმუმ გეხარჯება. ესე იგი ყოველწულს მიბარებდნენ, აი ახლა რაღაცა გამოჩნდა, ერთს რაღაცა უნდა და მეორეს რაღაცა უნდა და 107-ჯერ ჩამოსვლა, ეს არის დაახლოებით 321 დღე და წელიწადში არის სულ 365 დღე. ფაქტიურად ამათმა რაც ჩვენ საქმიანობა დავიწყეთ, ესე იგი 2005 წლის მარტიდან დღემდე ჩამომიყვანეს, აი ბოლო საჩივრამდე ჩამომიყვანეს 107-ჯერ. ესე იგი 320 დღე აქ დამაკარგინეს და ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ვადაში არ ჩავტეულიყავი. ეს ყველაფერი შეთანხმებული იყო კომპანიონებთან, მაგრამ ხო ეთყობა ამათ როგორ ესე კომპანიათა არანაირი სიტყვერი შეთანხმება, არანაირი კომპანიონების ამხანაგობის მოლაპარაკება, ყველაფერს იგნორირებას უკეთებენ. ეხლა მე მონიჭებული მაქვს ამათ მიერ ნოტარიულად დამტკიცებული, რომ შემიძლია გავაქირავო და ეხლა სრულიად დაუფიქრებლად, სრულიად ჩემთან დასწრებით გადამაყენეს კიდევაც ამხანაგობისგან. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებაში ეწერა, რომ მათ წარმომადგენელთან ერთად უნდა მეწარმოებინა ამ ხნის განმავლობაში ობიექტივ მშენებლობა 2005 წლიდან 2008 წლის 15 მარტამდე მათი წარმომადგენელი მე არ მინახია. ხოლო რაც შეეხება მათი ადვოკატი წერილს მწერს, ესე იგი ნანა აფხაიძე, რომ გთხოვთ გვაცნობოთ საქმიანობა, ფინანსური მდგომარეობა და მთელი ამბავი. 19 დეკემბრის გამოგზავნილი 2007 წლის 19 დეკემბრის გამოგზავნილი წერილი. მე მასზე უპასუხე, როდესაც უკვე მოვიდა წარმომადგენელი მათი 2005 წლის 15 იანვარს, მე ნანა აფხაიძეს ადვოკატს უპასუხე, რომ მე მეუთხარი თქვენთან ეხლახან გამოჩნდა მათი წარმომადგენელი, ჩვენ შევთავაზეთ ბიზნეს საქმიანობაზე, დამთავრდა ობიექტი და გაიშვება ობიექტი და უთხარი რომ და გაუგზავნე მათი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტიც, რომ ესე იგი მათ მიემართოთ, აგერ არის მათი წარმომადგენლის მიერ ადვოკატად ნანა აფხაიძეს გაუგზავნე. სადაც წერო, რაც შეეხება ჩვენს მოთხოვნებს, თქვენს მოთხოვნებს წერილში აღნიშნული საკითხები, ჩვენ ყველაფერი გავაანალიზეთ, ესე იგი პირველ მხარესთან წარმომადგენელთან ერთად
დავსახეთ სამოვლო გეგმები, მიმდინარეობს კონსულტაციები მხარესთან კომერციული საქმიანობის წარმატებულად განსახორციელებლად და ხელშეკრულებისა და სამთავრობო შეთანხმების მოთხოვნათა სრული დაცვით. განაწილებული იქნება მოგების თანხებიც. შესაბამისი წილობრივი მაჩვენებლები, რასაც ჩვენ ორივე მხარე მე და პირადად თემური ყორშია და შენგელაების წარმომადგენელი ზურაბ შენგელაი ჩვენ ხელმოწერით ვადასტურებთ. აგერ მოაწერა შენგელაიამ ხელი, გაუგზავნეთ აფხაიძეს, გაუგზავნეთ მეორე მხარესაც, არაფერს ყურადღება არ მიაქციეს, ჯერჯერობით დღევანდელი დღისათვის, ეს არის 2008 წლის 7 მარტი, 6-7 მარტი, არანაირი ყურადღება არ მიაქციეს და როგორც სიტყვერად მაცნობებენ, ესე იგი ჩემი თანდასწრებით ჩაატარეს კომპანიონების კრება და მე გადამაყენეს ყოველგვარი საფუძვლად მოკლებულია ჩემი გადაყენება, იმიტომ რომ მე ვაგრძელებ თუ დავაშავე ესეც ყველაფერი მათი ზეწოლის გამო და ვერ დავამთავრე ობიექტი, მათ წაიღეს 10%, მათ წაიღეს გარკვეული 100,000-ზე მეტი ჩემგან თანხა ჯარიმების სახით. დღეს ობიექტი არ არის ექსპლუატაციაში შესული და გადამაყენეს ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლამდე გადამაყენეს ამხანაგობიდან. ესე იგი მართლობა წამართვეს. მე რა თქმა უნდა ამას გავასაჩივრებ, ეს არის ჩემდამი განსაკუთრებული ზეწოლა, ეს არის ჩემს მიმართ განხორციელებული არა ობიექტური ქმედებანი, რომელსაც ახორციელებს აკადემიური ოჯახი, პროფესორები, მათ შორის ერთი აკადემიკოსია, 3 პროფესორი, ერთი რიგითი ექიმი. აქედან გამომდინარე, მე გამაჩნია ყველა მასალა, რითაც შემიძლია დავადასტურო, რომ ესენი არასწორად იქცევიან ჩემს მიმართ, მაგრამ არის ერთი იურიდიული მხარე და არის მეორე ადამიანური მხარე. აი დღევანდელი მოთხოვნიდან გამომდინარე, აი ჩემი ზეწოლა, ჩემს მიმართ განხორციელებული ეს იყო აბსოლუტურად ჩემი დევნა, ეს იყო ჩემი გაკოტრება. უფრო მეტიც მე არ მითქვია, გამახსენდა და ეხლა მინდა აღვნიშნო, რომ ბატონი გუბერნატორი ერთ-ერთი ჩემი კომპანიის წარმომადგენელთან მივიდა და უთხრა, რომ გავენთავისუფლებინეთ სამუშაოზე. აი ამდენი საქმის, ამდენი ზეწოლის გამო ფაქტიურად ცდილობდნენ ჩემს გაკოტრებას, ფაქტიურად ცდილობდნენ ხელშეწყობას, ესენი არ არიან პრეზიდენტის გუნდის განხორციელებელი, ესენი არიან პრეზიდენტს მოაჩვენებენ თითქოს მისი ერთგულები არიან, მაგრამ ძირეულად, ესე იგი, აკეთებენ ძალიან ცუდ საქმეს, აი როდესაც მე წარმატებული ბიზნესმენს თანადგომა და ხელშეწყობა ასეთ სავაჭრო ობიექტის, სადაც 250-მდე მეტი პიროვნებას დავასახებ, ხელს მიშლიან და ხელშემშლელი პიროვნება, ეს არის პირველი პრეზიდენტის მხარდამჭერი ქალაქ თბილისში ბატონი თოდუა და ზუგდიდის სამეგრელოს გუბერნატორი ბატონი გოროზია. აი აქედან გამომდინარე, მე ჩემს აი ამ მომენტებს, აი ამ ჩემს გულის წყრომას, აი ამ ჩემს განხორციელებულ უსამართლობას, აი ესეთი სახით გამოვხატავ მე და ვთხოვ შესაბამის ორგანოებს, ვთხოვ პიროვნებებს, რომლებსაც მე ძალიან ვენდობი, არის საქართველოში, მე ძალიან მიყვარს ჩემი პრეზიდენტი, მიყვარს პრეზიდენტის საქმიანობა, მისი ხედვა, მაგრამ მე მივმართავ შესაბამის ორგანოებს იმისათვის, რომ დაცულ იქნას ჩემი კანონიერება და აღდგეს სამართლიანობა. რის საფუძველზე გადამაყენეს და რის საფუძველზე მაკოტრებენ და რის საფუძველზე წამართვეს. ეს არის არნახული ზეწოლა, არნახული ყაჩაღობა, ეს არის 21 საუკუნის მაგდანეს ლურჯა, ეს არის მიუღებელი ფორმა, ყაჩაღური ფორმა ბიზნესისადმი და წესები შრომისადმი კატასტროფულად განვიცადენ მატერიალური ზარალი და ყველა ბერკეტი ამოქმედეს იმისათვის, რომ ჩემს მიმართ განახორციელებინათ. უფრო მეტიც კიდევ, აი როდესაც სასამართლოზე მიდგა საქმე, ასმათ შენგელაია ასე მაშინებდა, რომ კუბლაშვილიო, მე არ ვიცი ღმერთმა კარგად ამოყობს, რაშიც კუბლაშვილს და ძალიან მე ტელევიზიით ვიცნობ მხოლოდ, არ ვიცი, მაგრამ სასამართლოს თავმჯდომარეო უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე კუბლაშვილს კი ბოაქ თავში ჩემი პაციენტია და შენ ისეთ რაღაცას გაგიკეთებ, კუბლაშვილი ნებისმიერ საქმეში, მაგრამ პირველ ეტაპზე მაინც სამართლიანობა მიმასხნა. აი რადარა ზეწოლა არ მოახდენს, კიდე ვერ ვიხსენებ, აი რადარა ზეწოლას არ ახდენდნენ ჩემს მიმართ.
შემახვედრეს სიძესთან სიძემ მოიყვანა ჩემთვის უცნობი ვინმე სტეოპა სიძემ შეხვდა სახლში და როგორც გამოცნეს ეს იყო საფინანსო ეკონომიკური საქმიანობის კურატორი პარლამენტიდან რა თქმა უნდა მე იმ პიროვნების მიმართ შეხვედრაზე სიძე იყო ჩემი მეგობარი ჯონი იყო ლაშა იყო და თვითონ ეს პიროვნება იყო ჩვენ არანაირი ისეთი მაკაც პიროვნებისგან არ გვიგრძნია იმან უბრალოდ მოისმინა ჩვენი საქმიანობა და გამოთქვა თავისი მოსაზრება მაგრამ გარკვეული პერიოდის მერე აფხაიძე საფინანსო ესე იგი ადვოკატი გვიჩივის საფინანსო ზუგდიდის საფინანსო პოლიციაში რომ თითქოს და ჩვენ სახელმწიფოს ვატყობთ თითქოს და ჩვენ არ აგვაქვს წესრიგში დოკუმენტაცია და თითქოს და ჩვენ არ აგვაქვს ისა 2007 წლის სექტემბრამდე მათ მიმართ სექტემბრის ჩათვლით მათ მიმართ გადახდელი მაქვს მე თანხა მათ მისაღები აქვს 2007 წლიდან მისაღები აქვს 2007 წლიდან მისაღები აქვს ობიექტი გაქირავებული არის 3 ობიექტი 1 კვადრატული მეტრო მხოლოდ პირველი ეტაპის პირველი სართულის 3 ობიექტი მათ მისაღები ჰქონდათ პირველი სართულიდან გაქირავებული კვადრატული მეტრის $5 თანხა სექტემბრის თანხა მიცემულია ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, ეხლა თებერვალის 5 თვის 60%, მაგრამ ისინი კატეგორიულად არ იღებენ ამ თანხას, იმიტომ რომ მათ განაცხადეს, რომ ჩვენ გვინდა არა $5, 5 ლარი 1 კვადრატულზე, არამედ $15 გაქირავებული. მე გაქირავებული მაქვს 5 ლარად და ეს თანხა მაგათ არ მიიღეს და ესე იგი კატეგორიულად ყველანაირად ცდილობენ არა ამ ხანაგობას ხელი შეუწყო და სწორად წარმართოთ ბიზნესი, არამედ როგორმე ჩემს მიმართ განხორციელებული იქნას ზეწოლა და უხეში ქმედებანი. მე მიმართავ შესაბამის ორგანოებს, სამსახურებს დახმარებისათვის, რომ გარკვეული იქნას ჩემი მდგომარეობა. ესე იგი საბოლოოდ შემაჯამებელი დასკვნა 21 საუკუნის ყაჩაღმა დებმა შენგელაიებმა და მათი ოჯახის წევრებმა აკადემიკოსმა ფრიდონ თოდუამ და პროფესორმა მერაბ დვალმა ერთობლივი ძალით ჩემს მიმართ განახორციელეს გეგმაზომიერი ძარცვა და ყაჩაღობა თავიანთ მშობლიურ ეზოში რომელსაც ყიდიდნენ მაქსიმუმ $80,000 და ვერ გაყიდეს ჩემგან იმპერატიული ხელშეკრულებების საფუძველზე და ადვოკატობისა და თავიანთი ნაცნობობის წრეების ზეგავლენით ჯარიმებისა და სხვადასხვა манипуляციების სახით წაღებული აქვთ, რაზედაც გამოჩნია ხელმოწერა დოკუმენტები, დაახლოებით $70,000 ეკვივალენტი თანხა ლარებში, მაშინ როდესაც $80,000 თლიანად ეზოკარს კიდდნენ და ვერ გაყიდეს, ამის გარდა წამართვეს ვადის შეუსრულებლობისათვის, რომელიც თვითონ თავიანთი მიზეზით იყო გამოწვეული, ნაცვლად პატარა ობიექტის ამაშენებინეს 10-ჯერ უფრო დიდი ობიექტი და ვადები იგივე დამიტოვეს, წამართვეს ჯარიმის სახით 10% და ეხლა უსინდისო ადვოკატ ნანა აფხაიძეს მეშვეობით უჩემოდ ჩაატარეს ამ ხანაგობის კრება, მე არ გამაჩნია არანაირი დოკუმენტი, მე არ შემატყობინეს, არაფერი არ მაცნობეს, ისე ჩაატარეს ამ ხანაგობის კრება და ამ ხანაგობის კრებიდან ცდილობენ როგორც მართველი, როგორც ამ ობიექტის ხელმძღვანელი, მათ მიერ მინიჭებული უფლებები ამაშენებინეს ობიექტი, გაშვების პირას არის ობიექტი და ყველანაირი პირობები ჩამომართვეს და ჩემს მიმართ ახორციელებენ ყაჩაღურ მოქმედებას.
მათ მიერ განხორციელებული ქმედება უნდა გახდეს ქვეყნის ქვეყანაზე მსჯელობის საგანი. აი ეს არის ჩემი საბოლოო დასკვნა და ამის გამო ვარ განაცხენებული და ამის გამო ვტოვებ ყველაფერს, ამის გამო ვითხოვ ობიექტურობას, ამის გამო მიმართავ ჩემი ქვეყნის ხელმძღვანელობას და ადამიანის დაცვას, ადამიანის დამცველ საზოგადოებას, ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციას, საპატრიარქოს, მის უწმინდესობას და უნიტარობას, რომ როგორმე ჩემს მიმართ დაცული იქნას ჩემი უფლებები. მე დავამთავრებ ამას.